საღამო მშვიდობისა, მაესტროს ეთერშია კვირის ინფორმატორი, როგორც ყოველთვის ყველაზე საინტერესო და რაც თავარია ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები ჩვენი ქალაქის კულტურული თუ შოუ ბიზნესური ცხოვრებიდან. დღევანდელ გადაცემაში თქვენ ნახავთ. კონსერვატორიაში სარემონტო სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მთელი კვირის საინფორმაციო ვიდეო კოლაჟი. კინოთეატრ ამირანში აკა მორჩილაძის რომანის ეკრანიზაციის პრემიერა გაიმართა. მოგზაურობა ყარაბაღში. ინფორმატორის სტუმრები მსახიობები დათო იაშვილი და მიშა მესხი-მესამე. ტელეპორტრეტის გმირი ინტელექტუალი გოგი ნიჟარაძე. საპროდიუსერო ცენტრი არტ რუსთავი ქართული სულის ფესტივალს იწყებს. სტუდიის სტუმარი არტ რუსთავის დამფუძნებელი ზურა ჩხაიძე. კვირის ინფორმატორი აგრძელებს ხელოვნების სასწავლებლების თემას და თუ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი რექტორით ცდილობს რეფორმების დაწყებას, კონსერვატორიაში ძველი ხელმძღვანელობა უდგას განახლებებს სათავეში. ვანო სარაჯიშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში სწავლის სეზონის პარალელურად ძირეული გარდაქმნები მიმდინარეობს. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ერთ-ერთია იმ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, რომელსაც ახალი ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმა მხოლოდ ნაწილობრივ შეეხო. რაც იმას გულისხმობს, რომ აქ რექტორი არ შეუცვლიათ მანანა დოიჯაშვილი თავის ადგილსა და სავარძელს დღემდე ინარჩუნებს. მთავარი საკითხი კი, რომელზეც კონსერვატორიაში დღეს ყველაზე მეც ფიქრობენ, აქვე მიმდინარე სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებია. უმთავრესი მიზანი კი შენობის არქიტექტურული სტილის შენარჩუნებაა. ეს არის კონსერვატორია და სახელში დევს ის, რომ ჩვენ მაინც ძალიან დიდი მიმდევრები ვართ ტრადიციების. და საერთოდ მე პირადად მიმაჩნია, რომ ის რაც თავდაპირველად იყო გაკეთებული და აშენებული, ჩვენ მოვალეები ვართ ის სახე დაუბრუნოთ და არა შევიტანოთ ის ცვლილებები, რომელიც დღევანდელ დღეს თქვათ შეეფერება. თუ ვინმეს აშენებას უნდა ახალი კონსერვატორიის ააშენოს ისე, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სტილი უნდა შევინარჩუნოთ, რაც მას თავდაპირველად ჰქონდა. კონსერვატორია სხვა უმაღლესებთან შედარებით ყველაზე პატარა სასწავლებელია. ამჟამად აქ 600 სტუდენტი სწავლობს. სხვათა შორის მანანა დოიჯაშვილს მის წინამორბედ ნოდარ გაბუნიასგან მემკვიდრეობით არაერთი გატარებული რეფორმა დახვდა. მათ შორის კი ორსაფეხურიანი სწავლება, ანუ ბაკალავრიატი და მაგისტრატურაა, რომელიც ძალაში სწორედ გაბუნიას დროს შევიდა. აქვე სულ 6 მთავარი ფაკულტეტია, თუმცა როგორც ირკვევა, კონსერვატორიაში უკვე ფიქრობენ კიდევ ერთის, ჯაზის ფაკულტეტის დამატებაზეც. რეფორმები დაიწყო ძალიან ადრე. როდესაც წლების მანძილზე რიცხობრივად იზრდებოდა სტუდენტების რაოდენობა, კონსერვატორიაში მცირდებოდა. იყო პერიოდი, როდესაც მარტო საფორტეპიანო ფაკულტეტზე 150 სტუდენტი ამთავრებდა და მიღებაც ესეთივე იყო. დღეს კონსერვატორიაში 10-ია მარტო მისაღები, მარტო საფორტეპიანო ფაკულტეტზე სულ 61-62 სტუდენტი შემოდის ყოველწლიურად. ეს ძალიან პატარა რიცხვია ყველა ფაკულტეტებს რომ გადავხედოთ. ამბობენ, რომ კონსერვატორიაში სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის ურთიერთობა სხვა სასწავლებლებისგან განსხვავებით ნამდვილად მშვიდია. რაც შეეხება სტუდენტების უფლებებს, როგორც ირკვევა, ისინი ახალი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით მეტნაკლებად, მაგრამ მაინც შეიზღუდება. სამხატვრო სამეცნიერო საბჭო, რომელიც მართავს პრაქტიკულად, ეს არის თავი მართველი ორგანოა კონსერვატორიის, სტუდენტების ძალიან დიდი რაოდენობა ყოველთვის საბჭოში მონაწილეობდა, რაც ძალიან დემოკრატიულად მიგვაჩნდა ყოველთვის და დღევანდელ მმართველობის სისტემაში, აი აკადემიურ საბჭოში სტუდენტები არ არიან. აი ამ კანონით არიან წარმომადგენლობის საბჭოში, იქ რაღაც გარკვეული რაოდენობა სტუდენტების არის. იყო გარკვეული პრეტენზიები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისინი აი ეს თვითმმართველობა რაც შემოვა ამ კანონმდებლობით, მათ მისცემთ იმის შესაძლებლობას, რომ თავიანთი სიტყვა. კონსერვატორიის რექტორი ამავე თანამდებობაზე 2000 წლის დეკემბრიდანაა. დაახლოებით წელიწად ნახევარში მისი ვადა იწურება. თუმცა სასწავლებლის განაწესის მიხედვით რექტორს 2 ვადით მოსვლის უფლება აქვს. მეორე ვადაზე კი მანანა დოიჯაშვილი ნამდვილად ფიქრობს. თუმცა იმასაც აცხადებს, რომ ამისთვის სპეციალურად თანაც წინასწარ ქულების დაგროვება სულაც არ ესაჭიროება. ეს არ არის ქულების დაგროვება, ეს არის მოთხოვნილება გააკეთო შენი დაწესებულებისათვის ის, რაც მიგაჩნია. ქულებისათვის მე არ მგონია კონსერვატორიაში ვინმე რამეს აკეთებდეს.
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან შედარებით ნამდვილი სიმშვიდეა. თუ არ ჩავთვლით სარემონტო სამუშაოებს, რომლებიც როგორც გაირკვა, სასწავლო პროცესს ხელს საერთოდ არ უშლის. მოკლედ კონსერვატორია სარემონტო მანტიითაა შემოსილი. ერთი წლის შემდეგ კი საუკუნოვან შენობას თავისი პირვანდელი სახე დაუბრუნდება. როგორც ნახეთ, ხელისუფლებამ კონსერვატორიას არც რექტორი შეუცვალა, თუმცა დიდი ცვლილებები უკვე სასწავლებლის შიგნით იგეგმება. რაც შეეხება მთავარ ცვლილებებს, ისინი პირდაპირ კავშირშია იმ რემონტთან, რომელიც ამჟამად აქ მიმდინარეობს. სხვათა შორის კონსერვატორია პირველი იყო იმ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან ნებით გაიღეს თანხები. აქვე ჩამოყალიბდა მზრუნველთა საბჭო, რომლის რიგებშიც ქართველი ბიზნესმენები ირიცხებიან. სწორედ მათი შემოწირულობებით გაკეთდა კონსერვატორიის რამდენიმე სართული. ამჟამად რემონტდება მცირე დარბაზი, რემონტი შეეხება ასევე დარჩენილ ორ სართულსაც. ამავე სამუშაოებშია ჩართული დიზაინერი ნიკა სებისკვერაძე. კი მაინც კონსერვატორიის მცირე დარბაზია, რომელსაც მოდერნი სტილს, ანუ თავის პირვანდელ სახეს სპეციალურად მოძიებულ ფოტომასალაზე დაყრდნობით დაუბრუნებენ. აღმოჩნდა რამოდენიმე მეშრე საღებავისა და ჩვენ მივაკვლიეთ იმ პირველ საღებავს და ახლა მუშაობენ ძეგლთა დაცვის სამსახური, ლაბორატორიად ამუშავებენ თუ ესე იგი რა საღებავებით იყო თავის დროზე, რა ფერებში იყო გაკეთებული და გვინდა რომ ეს შევინარჩუნოთ ის პირველდელი მისი სახე. აქედან იქნება ეს დარაბები გაკეთებულია. როცა იქნება საჭირო გაიღება და ეს შეასრულებს აქედან ლოჟის მოვალეობას. ესე იყო ჩაფიქრებული თავის დროს. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, კონსერვატორიაში ისევ აქტიურად მიმდინარეობს მასტერკლასები, რომლებსაც უცხოელი პედაგოგები ატარებენ. აქვე წელიწადში ორჯერ სპეციალურად საოპერო სპექტაკლებიც მზადდება. ჩამოდიან მასტერკლასების ჩასატარებლად აქ მთელი მსოფლიოდან. ზოგჯერ ძალიან კარგი პედაგოგები, ზოგჯერ ნაკლებად, მაგრამ ჩვენთვის მათი გამოცდილება ყველა შემთხვევაში ძვირფასია და აი ეხლა ვნახეთ ჩვენ ერთ-ერთი მაგალითი, როდესაც შტრუბი, ეს მესამე წელიწადია უკვე ჩამოდის, ძალიან ცნობილი პიანისტია, ის ატარებს აქ მასტერკლასებს, შერჩეული ყავს სტუდენტები, მათთან ერთად მეცადინეობს დაახლოებით 2-3 კვირის განმავლობაში და შემდეგ ისინი ერთად აძლევენ კონცერტს. სადაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის საორკესტრო კლასი და ესეც ნიშანდობლივია, რომ აქაც ჩვენ გვყავს მოწვეული მთავარი დირიჟორი და მხატვრული ხელმძღვანელი. ეს არის ძალიან ცნობილი მსოფლიოში დირიჟორი ბატონი ლევ მარკიზი, ის უკვე მეორე წელიწადია სათავეში უდგას ჩვენ ორკესტრს. მათი ურთიერთობა იმდენად შედეგიანი აღმოჩნდა, რომ უკვე ორჯერ სტუდენტურმა ორკესტრმა მიიღო მონაწილეობა დიდი დარბაზის ტრადიციულ დეკემბრის ფესტივალში და დიდი წარმატებით. ორი წელიწადია უკვე მუშაობს ახლად გახსნილი საოპერო სტუდიის დიდი სცენა, რომელიც ზომით ზუსტად ისეთივეა, როგორც დიდი დარბაზის სცენა. სპექტაკლები აქ მზადდება, სტუდენტებს აქვს აბსოლუტური, ესე იგი, შესაძლებლობა, რომ გამზადებული სპექტაკლით გადავიდნენ მერე დიდ დარბაზში. რაც შეეხება მუსიკალურ ინსტრუმენტებს, როგორც ცირკვევა, ისინი კონსერვატორიაში უმეტესად შემოწირულობების სახით ხვდება. აქ ამაყობენ არა მხოლოდ სპივაკოვის მიერ გამოგზავნილი ვიოლინოთი, არამედ საკუთარ არსენალში ლევ მარკიზის მიერ ჩამოტანილი ორი ჩელოც აქვთ და არა მხოლოდ. ეს არის პატარა დოლი, არის ტიმპანების ჩარჩო, თვითონ ტიმპანები ხა გადატანილია დიდ დარბაზში სარეპეტიციოდ და გარდა ამისა არის გონგი. ესე იგი, ჩვენ ეს რომ გვეყიდა, რამდენიმე 10,000 ევრო უნდა გადაგვეხადა და ჩვენ ეს საჩუქრად გამოგვიგზავნეს იან პუსიენმა. აი ასეთი მეგობარი ყავს ჰოლანდიაში საქართველოს. ეს საკრავები არ არის ახალი, ეს არ არის ახალი საკრავები, ეს ეხლა ამჟამად არის ნათხოვარი, მაგრამ აი ამ საკრავების ბოლო ალბათ თხოვების ეტაპი გვაქვს ჩვენ, იმიტომ რომ აი ყველა ამ საკრავის შესაბამისი საკრავი ჩვენ მივიღეთ საჩუქრად. ეს ჩვენ პრობლემას არ ხსნის. ჩვენ გვინდა რომ მთელი ორკესტრი, სტუდენტური ორკესტრი და საერთოდ ორკესტრი იყოს დაკომპლექტებული კონსერვატორიის საკრავებით. ეს კი რახმანინოვის როიალია, რომელიც სარესტავრაციო ამზადდა კონსერვატორიის მუზეუმის საკუთრებას წარმოადგენს. რახმანინოვმა მისივე ინსტრუმენტი საქართველოში 1912 წელს შალიაპინთან ერთად ყოფნისას დატოვა. კონსერვატორიამ კი იგი მეცენატ მირზოევისგან მოგვიანებით 1925 წელს შეიძინა. სიახლეებს შორის კონსერვატორიაში ბიბლიოთეკაც ირიცხება, რომელიც მე-16 საუკუნიდან ვიდრე დღემდე არსებული მნიშვნელოვანი გამოცემებითაა შევსებული. აქვე
გაუქმებულა საერთაშორისო სტანდარტების ფონოტეკაც. სხვათა შორის კონსერვატორიაში უკვე ორჯერ ჩატარდა მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმიც. უკვე არსებობს ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო კვლევის ცენტრი და კავკასიის მცხოვრებთა მრავალხმიანობის მონაცემთა ბაზაც. პირველი სიმპოზიუმი შედგა 2002 წელს. ეს იყო მართლაც ძალიან დიდი მოვლენა. ჯერ ერთი ამან დაიწყო ქართული ეთნომუსიკის ცოდნების ახალი ეტაპი, სრულიად ახალი ეტაპი, როდესაც ქართული ხალხური სიმღერა არა მარტო პრაქტიკის თვალსაზრისით გავიდა მსოფლიოში, ახლა თქვენი სიმღერიან ამას ქართულ სიმღერას კანადაში, ავსტრალიაში, ავსტრიაში, თითქმის მსოფლიოს, იაპონიაში, ამერიკაში და ყველგან. მაგრამ აი რაც შეეხება თეორიული მხარი ამისა სრულიად მოუგვარებელი იყო, რადგან ამ ბოლო ხანებში კარგა ხანი არავინ დაინტერესებულა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობით. ამან ძალიან დიდი სტიმული მისცა, ცხადია, ჩამოვიდა ძალიან ბევრი მეცნიერი, ისეთები ცნობილები, ძალიან დიტერ ქრისტენსენი და ბევრი ძალიან, ну სულ 18 კაცი იყო ასეთი, მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ეს იყო ნამდვილი რაღაც ტრიუმფი მეცნიერული აზრის და ამავე დროს ქართული ხალხური სიმღერა გალობის, რადგან კონცერტები და სამეცნიერო სესიები ერთმანეთში იყო, ასე ვთქვათ, შეჭრილი. შეგახსენებთ მაესტროს პირდაპირ ეთერში თქვენს ინფორმირებას უზრუნველყოფს პროგრამა კვირის ინფორმატორი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურ ინფორმატორებში დაწვრილებით გიამბობდით შოუ-ბიზნესური და კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანეს სიახლეებს, ახლა ვიდეო კოლას შემოგთავაზებთ და მოდით ერთხელ კიდევ გავიხსენოთ ყველა ეს ინფორმაცია. დათო გომართელის რეპერტუარში მალე პირველი ანიმაციური კლიპი გაჩნდება ძველ რუსულ სიმღერაზე „თეთრი გვარდია“, რომელიც თეთრი გვარდიის ეპოქას და იმ დროის რუს ემიგრანტებს ეძღვნებათ. კლიპში გამოყენებული იქნება ქრონიკის კადრებით. თავად დათო გომართელი კი რა თქმა უნდა თეთრ გვარდიელის როლს შეასრულებს. დედის დღესთან დაკავშირებით ხელოვნების მუშაკთა სახლში ქართველი კომპოზიტორები და მომღერლები შეიკრიბნენ და პოპულარული სიმღერები შეასრულეს. ამავე დღეს ქალთა საერთაშორისო ორგანიზაციის თეთრი ლენტის ბავთას ინიციატივით დიდ საკონცერტო დარბაზში ცნობილი მუსიკოსებისა და ჯგუფების მონაწილეობით კავკასიური მუსიკის ფესტივალი გაიხსნა, რომელიც ყოველწლიურად გაიმართება და კავკასიური მუსიკის პოპულარიზაციას მოახდენს. 7 მარტს სპორტკაფეში პოპულარული ლონდონური კლუბის ფებრიკის რეზიდენტი ჰაუსის ნათლი მამად აღიარებული დიჯეი ედი რიჩარდსი ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის დიჯეის სეტს გამართავს. მისი ჩამოყვანა პრომოუტორმა გუგა ახალაძემ უზრუნველყო, რომლის უახლოეს გეგმაში ცნობილი მუსიკოსის ტერი ფრანსისის ჩამოყვანაც შედის. ქალბატონები ნანი ბრეგვაძე და ეკა მამალაძე 8 მარტისთვის სტალინში არიან მიწვეულები და ქალთა საერთაშორისო დღეს საქართველოს საზღვრებს გარეთ აღნიშნავენ. პოპულარული რუსული რომანსების გარდა შესრულებული იქნება რეზო ლაღიძის, გია ყანჩელის და მაცაცოსების კვერაძის სიმღერები. სტალინის შემდეგ გასტროლები რუსეთის დედაქალაქში გადაინაცვლებს და რამდენიმე კონცერტი მოსკოვშიც გაიმართება. სტუდია N-ში მუსიკოსები დათო ფორჩხიძე და გელა გნოლიძე ახალ სიმღერაზე მუშაობენ, რომლის ტექსტის და არანჟირების ავტორი თავად დათო ფორჩხიძეა. ორი მუსიკოსის პირველი ერთობლივი ნამუშევარი ჰაუსის სტილშია, რომელიც მათი აზრით იმდენად წარმატებული გამოვიდა, რომ მალე ახალ პროექტზეც დაიწყებენ მუშაობას. რეჟისორი გიორგი კიკალეიშვილი სპეციალურად ისრაელისთვის და იქ ცხოვრები ქართველებისთვის ვიდეო კლიპს იღებს, რომლის მთავარი გმირი პატარა მომღერალი სოსო ჯინჯიხაშვილია, ხოლო სიმღერის და ტექსტის ავტორი თემურ ცხილაძე. რაც შეეხება გადაღებებს, ის ჯერ სინაგოგასთან მიმდინარეობდა, შემდეგ კი თოჯინების თეატრში გაგრძელდა. სამეფო უბნის თეატრში მამუკა ბერიკა ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებლებთან და მოძრაობის თეატრთან ერთად საკმაოდ ნოვატორულ პროექტზე მუშაობს. სიმბიოზ 01 ასეთია ბგერებისა და პლასტიკის სინთეზის მიხედვით მიღებული სანახაობის სახელწოდება, რომლის პრემიერა მარტის შუა რიცხვებში იგეგმება. ეს იქნება საათნახევრიანი პროგრამა, რომელშიც სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კომპოზიციები სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის საშუალებით შესრულდება.
მეორე საერთაშორისო სამთო სათავგადასავლო და ექსტრემალური სატელევიზიო ფილმების ფესტივალი ნიამორის 3 მარტს დასრულდა. ფესტივალი, რომლის პროგრამითაც ფოტოგამოფენები, სატელევიზიო ფილმების ჩვენებები და სპორტული შეჯიბრებები გაიმართა, ტურიზმის, სპორტის, სამთო და ექსტრემალური სანახაობების, ასევე დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციას და განვითარებას ისახავს მიზნად. ლიტერატურულ კაფე პარნაში ახალგაზრდა მწერლის ზაზა ბურჭულაძის საკმაოდ უცნაურის სახელწოდების რომანის სახარება ვირისას პრეზენტაცია შედგა. ირონია ადამიანების ურთიერთობების და ზოგადად ცხოვრების მიმართ. ასეთია რომანის თემა, რომლის ავტორს თამამად შეუძლია განაცხადოს, რომ ის გალაქტიონზეა ორსულად. ქართული პოპ-როკ ჯგუფი Jazz Orchid სტუდია პირველში პირველ ალბომზე მუშაობს, რომლისთვისაც კომპოზიციების დიდი ნაწილი უკვე ჩაწერილია და მას მსმენელი დაახლოებით 1 თვეში მიიღებს. გიგა კუხიანიძის სტუდიაში ახალგაზრდა მომღერალი სოფო მიქუტიშვილი მეორე სიმღერაზე მუშაობს, რომელიც მას გიგამ დაუწერა. ეს იქნება მძიმე როკის სტილის სიმღერა, რომელზეც კლიპიც დამზადდება. ქართულ მუსიკალურ სამყაროში წარმატებით დაიწყო ფუნქციონირება მუსიკალურმა კომპანიამ სახელწოდებით AC კომპანი, რომელიც მიზნად ისახავს ნიჭიერი ქართველი მუსიკოსების გამოვლენას და მათთვის გასტროლების ორგანიზებას. ამჯერად კომპანიის ხმისჩამწერ სტუდიაში ჯგუფის Softy Jack-ი ახალ სიმღერებზე მუშაობს. ერთ-ერთი კომპოზიცია, რომელსაც ჯერჯერობით სახელი არ აქვს, ომის თემაზე იწერება. საკლუბო მუსიკის მოყვარულთათვის კლუბ ნუანუაში 3 მარტს ელექტრონული მუსიკის საღამო გაიმართა. კლუბი, რომელიც არაერთხელ ყოფილა უცხოელი მუსიკოსების მასპინძელი, ამჯერად 2 მოსკოველ დიჯეის, ანტონ ზეპის და ნატაშა ბეშენაეს უთმობს საკუთარ ტერიტორიას. პირველ კონცერტში ანტონ ზეპის პარტნიორობა ქართველმა მუსიკოსებმა, პერკუსიონისტმა კოკა აბზიანიძემ და დიჯეი ნიკამ საკუთარი კომპოზიციებით გაუწიეს. რაც შეეხება ნატაშა ბეშენაეს, ის რამდენიმე საათის წინ čamofrinda თბილისში. Не первый раз в Грузии, я нигде больше не была на Кавказе, но Грузия, это моя любимая страна на земле. Я немало путешествовала и могу сказать, что ни одна страна не производила на меня такого сильного впечатления, хорошего, как Грузия. Начала я музыкой заниматься в детстве еще, вот, а непосредственно диджейским творчеством я увлеклась в 97 году. Вот, и начала как-то вот работать, развиваться в этом направлении. Я использую, то есть смешение стилей, я использую элементы и джаза, и фанка, но это, конечно, электронная музыка в основе своей, потому что современная танцевальная музыка, она в основном представлена в виде электронной музыки и пользуется популярностью такая танцевальная музыка. საერთოდ დიჯეები უკრავენ სხვადასხვა მუსიკას. ეგრე კონკრეტულად ერთ მუსიკაზე, რა თქმა უნდა, არის მიმართულება რაღაც თავის საყვარელი, რომელსაც თვითონ თulis რომ მაგ მიმართულებით მუშაობს. მაგრამ ჩემი მოთხოვნა იქნება, რომ კლუბ ჰაუსი დაუკრას. ანუ უფრო მსუბუქი და მე მაინც სპეციფიური მსმენელი მყავს. ანუ ყველა თაობის ხალხი მოდის, ეს არ არის თქვა თინეიჯერები, ან მარტო 40 წლის ხალხი, ან მარტო ყველანაირი თაობაა და ამიტომ მიწევს ისეთი მუსიკის ძიება, სადაც 18-20 წლის ბავშვიც გაერთობა და თქვა 40 წლის კაციც არ დაიღლება. მოკლედ ნატაშა ბეშენაე 7 მარტს კლუბ დალოუჩი, ხოლო 8 მარტს კლუბ ნუანუაში გამართავს კონცერტებს. უფრო დაწვრილებით ამ კონცერტების შესახებ ჩვენ ინფორმატორის გამოშვებებში გიამბობთ. ამ მოვლენების პარალელურად კი თბილისში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. კინოთეატრ ამირანში ახალი ქართული ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კინოსთვის ამ უმძიმეს პერიოდში ქართულ კინოს ძალიან საინტერესო ახალი პროდუქცია შეემატა და თანაც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე, ანუ კერძოდ აკა მორჩილაძის ერთ ძალიან ცნობილ ნაწარმოებზე.
მართალია კრიტიკოსები და ზოგადად ქართული მედია ჯერ კიდევ არ გამოსულა დავით აღმაშენებლის კინემატოგრაფიული ვერსიის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შედეგად მიღებული შოკიდან, რომ ამავე ვერსიაზე მომუშავე ჯგუფი მაყურებელს უკვე პირველ მზა პროდუქციას თავაზობს. კინოთეატრ ამირანში პროდიუსერმა ლევან კორინთელმა უცხოელ შემოქმედებით მოკავშირეებთან ერთად გასულ კვირას უკვე წარმოადგინა ლევან თუთფერიძის ახალი ფილმი მოგზაურობა ყარაბაღში. თუმცა მხოლოდ 2 დღით, რადგან აკა მორჩილაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ავტორებს უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვთ. ეს თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის განკუთვნილი თაროებია, თუმცა აქ წარმოდგენილი ავტორებიდან კინემატოგრაფიულად ყველაზე მეტად ამჯერად აკა მორჩილაძეს გაუმართლა. ეს კი ის რომანია, რომელიც მან ზუსტად 12 წლის წინ დაწერა და მაშინ ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ მასზე დასავლური სტანდარტების მხატვრულ ფილმს გადაიღებდნენ. სხვათა შორის რომანი მოგზაურობა ყარაბაღში დღემდე აკა მორჩილაძის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ნამუშევრად ითვლება. სწორედ ამიტომაც გასულ წელს იგი რიგით მეორედ ბაკურ სულაკაურმა გამოსცა. მოკლედ ფილმი რომანზე მოგზაურობა ყარაბაღში გადაიღეს და არა აგვისტოს პასიანსზე, ან სულად ძირს სიმინდის რესპუბლიკაზე, როგორც ფილმის პროდიუსერები აცხადებენ, საბოლოო შედეგით მორჩილაძე ნამდვილად კმაყოფილია. მოკლედ თუ მასზე მოთხოვნა აქამდე თეატრალურ სივრცეში არსებობდა, ამჯერად უკვე აკა მორჩილაძეს ქართული კინემატოგრაფია ირჩევს. ლევან კორინთელი, რომელიც ჯერ კიდევ პრინციპულად სდუმს დავით აღმაშენებელთან დაკავშირებულ სიახლეებზე, სამაგიეროდ იგი უკვე ბევრს საუბრობს ლევან თუთფერიძის ახალი კინოოპუსის შესახებ, რომელთან მიმართებაშიც მას საკმაოდ სერიოზული მიზნები აქვს. სხვათა შორის კორინთელს ნამდვილად შეიძლება მოუწონოთ კომერციული აზროვნება, რადგან მან არჩევანი ლიტერატურულ წრეებში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტორის სწორედ იმ ნამუშევარზე შეაჩერა, რომელიც ზუსტად იცოდა, რომ ყველას დააინტერესებდა, განსაკუთრებით კი კავკასიური თემატიკით, ნარკოტიკებითა და ეთნოკონფლიქტით. სხვათა შორის ყარაბაღამდე კორინთელს ჯერ თემურ ბაბულუანთან ჰქონდა ჩაფიქრებული თანამშრომლობა, თანაც არც მეტი, არც ნაკლები ლაშა თაბუკაშვილის ცნობილი პიესის, მერერა რომ სველია სველია სამანის კინემატოგრაფიულ ვერსიაზე. თუმცა ბაბულუანის საფრანგეთში გამგზავრების გამო მისი გეგმები სერიოზულად შეიცვალა. საბოლოოდ კი მან არჩევანი მორჩილაძის მოგზაურობა ყარაბაღზე შეაჩერა. ამის გამო მან ისიც კი მოახერხა, რომ ლევან თუთფერიძეს, რომელსაც მორჩილაძის აგვისტოს პასიანსის გადაღება ჰქონდა ჩაფიქრებული, გადაწყვეტილება შეაცვლევინა. მთელი მსოფლიოს ყურადღება კავკასიის მიმართ უფრო დიდია, ვიდრე ცალკეული საქართველოს მიმართ. ხო, ეგრე არ არის, რა ვიცი, მე ესე მგონია. და რაღაცა გათვლებით, ჩემი ძამზე არა დიდი გამოცდილებით და ვთქვათ, რაღაცეებით, მე რატოღაც გადავწყვიტე, რომ აგვისტოს პასიანსზე უკეთესი იქნებოდა უცხოელი მაყურებლისთვის, თლიანად კავკასია გვენახა, ამდენად მოიცავს ჯერ ეგრეთე აზერბაიჯანელებს, სომხებს, რუსებს და ქართველებს რა. უფრო აქტუალური იყო აი ამ მომენტში ეს თემა რა. და ამიტომ უფრო საინტერესო იყო ჩემთვის იმ მომენტში, როდესაც მე წავიკითხე და ხვალ შეიძლება უფრო საინტერესო იყოს, ვთქვათ, პასიანსი, ან სხვა რა. ყარაბაღის თემა არ არის ამ ფილმში, ეს არის ფონი ყარაბაღის, თორე ამბავი სხვა რამეზეა, ამბავი არის 90-იან ასე ვთქვათ, თაობაზე, ან ბიჭებზე. ფილმის გადაღება, როგორც ბოლო დროს ქართულ კინემატოგრაფს ჩვევია დიდხანს არ გაგრძელებულა. ამავე პროექტისთვის კორინთელმა მოკავშირეები პრაღაში მოიწია, რომლებმაც ფილმისთვის ტექნიკური აღჭურვა უზრუნველყვეს. სხვათა შორის ფილმზე ჰოლივუდის ერთ-ერთმა ფავორიტმა ოპერატორმა გორან პავიჩევიჩმა იმუშავა. თვითონ ფილმის გადაღება დავამთავრეთ 59 დღეში. რაც იყო თავიდანვე გათვალისწინებული. მაგრამ მე ფინანსების უკოლობის გამო ცოტა ხანი შეგვიჩერდა მუშაობა იმის გამო, რომ ფული აღარ მქონდა და გავაჩერეთ ცოტა ხანი და მე როგორც კი შემოვიდა მეორე ეტაპი თანხისა, დავიწყეთ ეგრევე ფილმის გაგრძელება. მე ვიმუშავე ფაქტიურად ევროპულ დონეზე რა. ანუ იმ სტანდარტებში, როგორც სტანდარტებში იღებენ ევროპულ ფილმებს ევროპაში. რაც შეეხება ფილმში დაკავებულ მსახიობებს, როგორც ჩანს, კასტინგის შედეგად ყარაბაღის გადაღებებისთვის ის სახეები შეირჩნენ, რომლებსაც არამხოლოდ ქართველი, არამედ დასავლელი მაყურებელიც კარგად იცნობს. მათ შორისაა ნუცა კუხიანიძე, რომ არაფერი ვთქვათ რეჟისორ რობერტ სტურუაზე, რომელიც როგორც ირკვევა ავტორებმა გადაღებაზე სულ რაღაც 2 დღეში ძალიან ადვილად დაითანხმეს. როცა მოხდა ბატონ რობერტთან დაკავშირება, მან თქვა, რომ სცენარი გამოგზავნელი. როცა გავუგზავნე სცენარი, 2 დღეში დაგვირეკა და გვეთქა, რომ მე თანახმავა რომ ვითამაშო ეს როლი. კაცები მართლა პიდარასტებია კი ამ ყველა? აცი ორლასტიქს ჩაი, პიდარასტია არა. 12 საათიანი გრაფიკი გქონდა ჯერ მარტო გადაღებება. არა
მარტო თბილისში იყო გადაღებები. წალკაშიც იყო. რა ვიცი, წალკაში მე მგონი 1 თვე არის წელიწადში, როდესაც ისეთი 20 გრადუსია ალბათ რა მარტო. რა დანარჩენი პერიოდი სუცივა და ეს პერიოდში მოგვიწია სიცივეში გადაღება და რა ვიცი, ცოტა კი გავწვალდით. სცენარი წავიკითხე პირველად და მე ფილმი რო გადავიღეთ, მაგის შემდეგ წავიკითხე ეს ნაწარმოები. მოვთქვა რომ ეხა უცხო პიროვნებაა, ჩემთვის მეთქი თავარი გმირი მაგას ვერ ვიტყვი, მაგრამ ეხა რო ვთქვა რომ ეგეთი ვარ, მეთქი შეიძლება ხოლმე წამეყვანა და დამეჭირონ მე მგონი. ისეთი ტიპაჟი მაქვს, მაგრამ რა ვიცი. ამავე მსახიობების სიაში იკითხებიან უცნობი გოგი ხარაბაძე და გიორგი გურგულია. მოკლედ კავკასიური სამკუთხედი ფილმში ზემოხსენებული მსახიობების მეშვეობით იკვრება. ამით კმაყოფილნი არიან არა მხოლოდ ქართველი, არამედ პრაღელი პროდიუსერებიც, რომლებსაც ქართულ კინემატოგრაფთან დაკავშირებით უკვე აქვთ სერიოზული გეგმები. პრაღის მხარემ ყველაფერი გააკეთა, რაც ფილმისთვის იყო აუცილებელი. გადაღებების დაწყებისთანავე საქართველოში ხმის რეჟისორი გამოგზავნეთ, იმისთვის რომ საბოლოოდ ხმისის ხარისხი მიგვეღო, რომელიც დასავლურ სტანდარტებს შეესაბამება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველებთან ერთად ვთანამშრომლობ. სხვადასხვა, როდესაც თავიდან გადაღებული მასალის ნაწილი ვნახე პრაღაში, უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს შესანიშნავი ფილმი იქნებოდა. სხვადასხვა, ქართულის მსგავსად სერიოზული კრიზისი ახლა ჩეხეთის კინემატოგრაფშიც აშკარაა. ამიტომაც ვფიქრობ, ახლა სწორედ ის დროა, რომ ქართულმა და ჩეხურმა მხარეებმა ვითანამშრომლოთ და ერთად გავაკეთოთ კინო. სურს რომ საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრადაც იქცეს. სწორედ ამას ისახავს მიზნად ჩვენი თანამშრომლობა, რადგან საქართველოში ყველაფერია, რაც ფილმის გადაღებისთვისაა აუცილებელი. უბრალოდ ამ ყველაფერს ტექნიკური ბაზით აღჭურვა ესაჭიროება, რასაც ჩვენი მხარე მოაგვარებს. ჩემთვის ცოტა მოულოდნელი და ამასთან ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ქართველებთან მუშაობა. მით უმეტეს ისეთ ფილმზე, როგორიც მოგზაურობა ყარაბაღშია. როდესაც ამ ფილმის სცენარს გავეცანი, მივხვდი, რომ საბოლოოდ საინტერესო კინოვერსიას მივიღებდით. სხვათა შორის ამავე ფილმის მეშვეობით კავკასიელი ხალხის ხასიათსაც გავეცანი. ქართული კინოს როგორც მხატვრის, ისე დოკუმენტური შესახებ ბევრი მსმენია. ბევრი ვიცი ქართველი რეჟისორების შესახებაც. ამიერიდან ვაპირებთ თქვენთან ვითანამშრომლოთ და შექმნილი კინოპროდუქცია დასავლურ ბაზარზე გავიტანოთ. ვფიქრობთ, ამას წარმატებით შევძლებთ. მართალია პროდიუსერები საფესტივალო თემის შესახებ საუბრისგან თავს იკავებენ, თუმცა უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ მოგზაურობა ყარაბაღში შესაძლოა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე გამოჩნდეს. ყოველი შემთხვევისთვის ტექნიკური თვალსაზრისით კანში მას ნაკლს ნამდვილად ვერ მოუძებნიან. არ არის გამორიცხული მორჩილაძის რომანის ეკრანიზაცია სხვა ევროპულ ფესტივალებზეც წარადგინონ. კანის ფესტივალი ჯერ განაცხადეს კი არ გაგვიკეთებია. თუ ფიქრობთ, გავაკეთოთ თუ არ გავაკეთოთ. თუ გავაკეთებთ, მაშინ უნდა იყოს სუბტიტრები უნდა იყოს ფრანგული ან ინგლისური მაინც გაკეთებული. ჯერ გაკეთებული არა გვაქვს. ვცდილობთ რომ არ ვიცი ხა მედალევანი მოვილაპარაკებთ მაგაზე გავაკეთოთ განაცხადი თუ არ გავაკეთოთ. როგორც გაიგვა ფილმის პროდიუსერ ლევან კორინთელს ჩეხი მოკავშირეების მოძიება სერიოზულად შეუქეს. მეტიც ურჩიეს, რომ მათი ძალები დავით აღმაშენებლის გადაღებებზეც გამოიყენოს. ამ დახმარებისთვის კი ჩეხები ნამდვილად მზად არიან, რადგან საქართველოში მათ კინოს განვითარებისთვის არც თუ ურიგო ლანდშაფტი აღმოაჩინეს. რაც შეეხება დავით აღმაშენებლის გადაღებებს, კორინთელი არც იმას მალავს, რომ რეჟისორ ნილ ჯორდანთან მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს. სხვათა შორის ჯორდანზე გაკეთებული არჩევანი შესაძლოა მართლაც წარმატებული აღმოჩნდეს. ცნობისთვის ფილმში მოგზაურობა ყარაბაღში ნუცა კუხიანიძე მონაწილეობს. ნუცას კი ჯორდანი ძალიან კარგად იცნობს, რადგან მის ფილმში კეთილი ქურდები ქართველი მსახიობი ნიკ ნოლტს უწევდა პარტნიორობას. მოკლედ ჯორდანის თანხმობისთვის კორინთელს ერთი მთავარი მიზეზი უკვე აქვს. ყველაზე მეტი ინფორმაცია ნილსაა გაგზავნილი და მე ვფიქრობ, რომ თუ ნილი დაგვთანხმდა ყველაზე კარგი სინთეზი იქნება იმსეთი ფილმის გაკეთებისა, როგორც არის თვითონ კომერციული ფილმიც და თვითონ როგორც ქართული რეჟისორები მოითხოვენ, რომ ჩვენი ინტელექტი ძალიან მაღალი არის და ჩვენ ფილმებს სხვანაირად ვაკეთებთ, ზუსტად ეს ადამიანი გააკეთებს აი შერწყმას მე ესე ვფიქრობ. თვითონ პროფესორია, მწერალია თვითონ ეს ადამიანი და სცენარისტი. იმენა ბავშვობიდან არ ვასება რეიტუსი. სულ ძალიან მას უნდა მაინც არ ვიცი. და დღეს ინფორმატორის სტუდიაში იმყოფებიან მსახიობები, მთავარი როლის შემსრულებელი მიშა მესხი, რომელიც გოგლიკოს როლს ასრულებს და დათო იაშვილი დუდას როლში საღამო მშვიდობისა. პირველ რიგში გილოცავთ პრემიერას, ეს მართლა ძალიან წარმატებული ნაბიჯია ალბათ ერთ-ერთი თქვენ ცხოვრებაში. მე მაინტერესებს, როგორ მოხდა თქვენი არჩევა ამ როლებზე, როგორ დაგამტკიცეს, გაიარეთ ერთგვარი კასტინგი, იმიტომ რომ შეემოწმებინეთ უცხოელ პროდიუსერებს თუ პირდაპირ დაგირეკეთ და გითხრეს, რომ თქვენ ხართ დამტკიცებული როლებზე. არა, კასტინგი მოხდა ამ ფილმზე და ძალიან სერიოზულია, ბევრი ისა რა ქვია.
ბევრი ხალხი იყო ამ როლისთვის და რა ვიცი, ამ არჩევის შედეგად ჩვენ აგვირჩიეს. აი იყო ლაპარაკი რომ აი მაგალითად მიშა მესხი მოუსინჯოთ კონკრეტულად გოგლიკოს როლისთვის თუ რამდენიმე როლზე მოგსინჯეს და დამტკიცდა რომ აი ამ როლს უხდებით არა ზუსტად გეტყვი ხა თავიდან სხვანაირად იყო განაწილებული ეს როლები რა რაღაც თუდას როლზე ვიყავი მე და ისა რა ქვია დათო იყო გოგლიკოს როლზე ანუ როგორ რომელი რომელს მოვა ხო რა ის პირიქით ძალიან უკაცრავად რომ სიტყვას გართმევ მაგრამ ჩემი და განსაკუთრებით ლევან კორინთელის დაჟინებული მოთხოვნით გოგლიკოს როლზე დამტკიცდა მიშა, იმიტომ რომ აი ვინც ნახავს ფილმს დარწმუნდება თუ რამდენად ზუსტი არის ეს არჩევანი. ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ნათელი ფიგურა არის მთელ ფილმში. თქმა უნდა. თუმცა არც ისე ნათელია პერსონაჟი ნაწარმოებში. რა ვიცი, ეგეც საკამათოა. ვინ როგორ კითხულობს, იქიდან გამომდინარე. მაგრამ ფილმში სხვანაირად არის მე მგონი, რა ვიცი. სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოვასწარით ფილმის ნახვა, იმედი მაქვს რომ მალე ვნახავთ ეკრანებზე. კარგით, მე მაინტერესებს, რამდენად მარტივია ითამაშო ჩვენი რეალობა, ითამაშო ის, რაც ხდება ჩვენს გარშემო. ანუ ჩემი აზრით უფრო ადვილი ალბათ იმპროვიზაცია მაშინ, როცა კლასიკურ ნაწარმოებში, ან შეიძლება ფანტაზიასთან უფრო ახლოს როლის თამაში, ვიდრე მაშინ, როცა მართლა რეალურად ხდება ჩვენს გარშემო. არსებობენ ესეთი ადამიანები, ეს ცხოვრება შეიძლება გადახდეს ნებისმიერ ჩვენგანს, თქვენგანს. როგორია ამის თამაში? რა ვიცი, ამ ცხოვრებაში მე მგონი ადვილი არაფერი არა. რა ვიცი, ყველა რავი მონდომებით, ჩვენი მონდომებით, რა ვიცი. ჩვენი ენთუზიაზმით და რა ვიცი. მეგობრები შევიკრიფეთ ერთად, რაღაც გეგმა დავისახეთ, მიზნად და რა ვიცი, შევასრულეთ რა მე მგონი რა. ჩვენი მიზანი ახლა რა. ადვილი არ ყოფილა ნამდვილად. დათო, თქვენ თეატრში მუშაობთ, ახლა მიშასგან განსხვავებით, ძალიან ბევრი როლი გითამაშიათ თეატრში და აქედან გამომდინარე გამოცდილებაც ალბათ ორმაგად გქონთ. აი მაინტერესებს, რამდენად იმპროვიზირებული იყო თქვენი? მე მინდა ერთი რაღაც გითხრათ. საკმაოდ ძალიან ბევრი არა, მაგრამ საკმაოდ როლები მაქვს კინოში ნათამაშები და მინდა ვთქვა, რომ ესეთ ფილმზე და ესეთი ბედნიერი ფილმის გადაღებებზე მე არ ყოფილა. იმიტომ რომ ჯერ ერთი იყო აბსოლუტურად ქართული პროდუქცია, ქართული დაფინანსებით, უახლესი ტექნიკით, ძალიან კარგი სცენარით, ძალიან კარგი მსახიობებით, ძალიან კარგი რეჟისორით და ძალიან მაგარი პროდიუსერით. შეიძლება იოცნებოს ადამიანმა ესეთ პროდუქციაზე მუშაობა რომ მოახერხო რამდენჯერ მე მაინც კარიერის განმავლობაში ბედნიერება არის. აი სწორედ პროდიუსერებზე მინდა კითხოთ, საკმაოდ სერიოზული გარდა ლევან კორინთელისა, იქ იყო ორი ჩეხი პროდიუსერი, რომელიც თუ არ ვთქვი, ძალიან სერიოზულ რეჟისორებთან არიან ნამუშევრები. რამდენად გაგიხსნათ ამან გზა, ხომ არ არის უკვე შემოთავაზება თქვენს მიმართ საზღვარგარეთში? ცოტა პატარა იმას შემოვიტან რა ქვია, ცვლილებას. ის ჩეხები არ არიან პროდიუსერები. ჩეხები არიან მონტაჟი და იქ დაგვეხმარენ, პროდუქცია. რა ვიცი, რაც შეეხება პროდიუსერებს, აი ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს მათ იმისთვის, რომ ეს ფილმი შექმნილიყო. ჯერ მარტო რა ვიცი, ის კინოინდუსტრია ჩავარდნილი იყო ხო საქართველოში, რა ვიცი, დიდ რისკზე წავიდნენ. რომ ეს ფილმი იდეის განხორციელება ძნელი ამბავია. და ეს რა ვიცი, ლევანს მოვიდა ეს აზრად კორინთელს და განახორციელა რა მან. მეგობრებთან ერთად, რამდენიმე კიდე კუკარჩეულიშვილი, ნიკიტიჩა, გიორგი ხარაბაძე, თემური უგულავა და რა ვიცი, მაგათ დიდი მადლობა უთხრათ ქართველმა ერმა ყველა, მე მგონი თითოეულ. მეც ასე ვფიქრობ. ეს არის ქართული ფულით გაკეთებული, რაც ყველაზე მთავარია. იმიტომ რომ ქართული ფულით თან ამხელა ბიუჯეტი, რა ვიცი, მე არ მსმენია, რომ საქართველოში ითვლება მსოფლიო მასშტაბით, რომ ეს არის low budget ფილმი, ხო? დაახლოებით იქ რამ მილიონზე არის ლაპარაკი, თუ ცოტა მეცე და ეს არაფერი არ არის კინოინდუსტრიისთვის. ხო, საქართველოში ძალიან ბევრი არის და აი ამ ხალხმა მეგობრებმა შეათანხმეს ფინანსები და
არა მარტო ფინანსები და ესეთი კარგი რაღაც მივიღეთ შედეგად. თორმეტ უხდეს ისა რა ქვია, არავინ არ იცოდა რომ რა გამოვიდოდა და როგორ დამთავრდებოდა ეს საკმაოდ რისკის ფაქტორი. ხალხს ისა მაყურებელს მოიწონა ვინც ნახავთ, რა ვიცი, როგორც მე მითხრეს რა. მაგრამ კიდე ხო არის ეს ფილმი რომ ჩაიდება ეს თანხა ხო დამოიღო დიდ რისკთან იყო. თავი გამოცდაც დაკავშირებული ეს და ძალიან დიდ რისკთან დიდ რისკზე წავიდნენ. რა აი ამერიკულ ფილმებში რო აი ეგეთ რისკზე წავიდნენ ზუსტად რა ნეტავი კარგად დამთავრდეს ყველაფერი. ალბათ ეს არის საწყისი ეტაპი იმისა, რომ უკვე საქართველოში ქართულ კინოში ჩაიდება ფული, თუნდაც აი დავით აღმაშენებელზე ამხელა ამბავი ატეხილი, მაგრამ მე კითხეთ რა ხომ არ გაგიხსნათ გზა აი ამ უცხოელ პროდიუსერებთან მუშაობა, ხომ არ მოიტანა თქვენს მიმართ შემოთავაზება? ჯერობით რა ვიცი, აი ესე ჯერ არ არის ფილმი იმ ეტაპზე, რომ რაიმე მომავალზე ვილაპარაკოთ, აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ ჯერ არც გაქირავებაშია, არც ფესტივალებზე ყოფილა ახალდაბადებული. ეს ეტაპია გასავლელი, რა ფესტივალები თუ და დაიწყოს ეს ყველაფერი და მე დრო გვაჩვენის. ფილმსაც თავისი რეგლამენტი აქვს, ეტიკეტი არსებობს, რომლის მიხედვითაც უნდა იმოძრაოს ფილმი. ხო, ჯერ რაღაც არც ერთი ფესტივალი, A-კლასის ფესტივალი არ მიიღებს ფილმს, თუ ის უკვე გაქირავებაში იყო. ამის გამო ჯერ უნდა ფესტივალებზე წავიდეს, მოხდეს ფილმი, იქ შეიძლება გაიყიდოს საკმაოდ კარგადაც, ანუ რაღაც უფლებები გადანაწილდეს დასავლელ დისტრიბუტორებთან თუ ასე შემდეგ და უკვე მერე შეიძლება ვილაპარაკოთ რამე მომავალზე, კარგზე თუ ცუდზე. კარგით, ახლა ყარაბაღიდან ცოტათი ევროპისკენ გადავინაცვლოთ, თქვენ ძალიან საკმაო პერიოდის მანძილზე პრინციპში მუშაობდით ევროპაში, კერძოდ გერმანიაში თუ არ ვცდები. ნუ ეს რა თქმა უნდა მსახიობისთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა ალბათ, იმიტომ რომ შეიძლება არ გითამაშიათ იქ თეატრში, თუმცა თქვენი პროფესია ცხოვრებისეული გამოცდილებიდან საზრდოობს. რას აკეთებდით 2 წლის განმავლობაში გერმანიაში? რამდენიმე ფილმში ვითამაშე და რამდენიმე რეკლამაში. სერიოზული პრინციპში არც არაფერი რო არ მოგატყუოთ, იმიტომ რომ ემიგრანტობა საშინელება მინდა გითხრა. აი რა კონკრეტულად რა პროექტები? კონკრეტულად რამდენიმე ასეთი ფილმი იყო. ერთი იყო აი ვაითავე, ერთი შორი გზა. ეს რო გადმოვთარგმნო, ესე ქვია იმ ფილმს. ახალგაზრდა რეჟისორის პრინციპში აი ყველაზე ისეთი სერიოზული ნამუშევარი იყო პირველ ხანებში თუ არ ჩავთვლი ადრეულ ფილმს, რომელიც აქედან წავედი გერმანული პროდუქცია იყო. ესეც ოღონდ ვიყევდით ვილნიუსში და მინსკში. ამის გადაღებები იყო შტუტგარტთან ახლოს არის პატარა ქალაქი ლუდვიგსბურგი. ახალგაზრდა ბიჭის თავისივე სცენარით, ესეთი science fiction-ი იყო, მომავლის ხედვა ბირთვული ომის შემდეგ რა სიტუაციაა ევროპაში და როგორ ნაწილდება ავითვალითაც არა, უფრო სენდიანი, ხო, თავის თვალით დანახული ახალგაზრდა კაცის საკმაოდ საინტერესო სცენარი იყო და რა ვიცი, დიდი სიხარულით დავთანხმდი. მით უმეტეს ძალიან დიდ კომპლიმენტად იღებ ამას ადამიანი საკუთარ თავზე, როცა ამხელა კონკურენციაა და მაინდა-მაინც შენთან მოდიან და გეუბნებიან რომ მე მინდა რომ შენი თამაშო ძალიან ისეთი. ქართულ მაყურებელს ექნება საშუალება ამ ფილმის ნახვა? არა მგონია თუ რა ვიცი, რომელიმე ტელევიზიამ, მაგრამ ეს უკვე კაი ხნის წინ იყო, ამიტომ იმ დრომ გაიარა, როცა შეიძლება ქართულ მაყურებელს ნახვა, ისიც სატელიტური ანტენებით. გავიდა მეორე ფილმი იყო ქართველი რეჟისორის გოგონას ლელაბერიძის საყვარელო დედა, ასე ქვია ფილმს. ესეც გერმანიაში ბერლინის კინოაკადემიაში სწავლობს ეს გოგონა და გააკეთა ასეთი ფილმი, როგორ ცხოვრობს ქართველი სტუდენტი ბერლინში და როგორ უგზავნის დედას ვიდეო წერილს. ესეც რა თქმა უნდა შეიძლება და ყოფილიყო თქვენივე ცხოვრება. ხო, რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ისეთი მაგალითი იყო, რაც პირდაპირ ჩემ თავზე გამოცდილი. რაც შეეხება მიშას, თქვენ ისეთი სახელის და გვარის მატარებელი ხართ და ისეთი გენეტიკა გაქვთ, როცა ცოტა უცნაურია, რომ არ წახვედით, არ თამაშობთ ფეხბურთს და თამაშობთ როლებს.
რატომ მოხდა? რატო შეაჩერეთ თქვენი არჩევანი კინოზე და არა ფეხბურთზე? რა ვიცი, ხა, რო გითხრა ზუსტად ბავშვობიდან მოცნება თქონდა რომ ფილმებში მეთამაშე. ეს უცნება ვიხდი. მე ნუ რაღაც ეტაპი დადგა ჩემ ცხოვრებაში, რა ვიცი, ფეხბურთსაც თამაშობდი, მაგრამ რა ვიცი, არ გამომივიდა რა უბრალოდ რა. დავიჯერო მიშა მესხის სახელის და გვარის მატარებელ ადამიანს მონაცემები არა? იმას ახლა კედმაღლობაში არ ჩავმართოთ, მაგრამ უნიჭო ფეხბურთელი არ ყოფილვარ. უნიჭი მქონდა რაღაც ფეხბურთში, მაგრამ ნუ რა ვიცი, ძნელი იყო რა ვიცი, გამიჭირდა საერთოდ. გავამართი, რა ვქნა. და ჩააბარეთ თეატრალურ. როლექსი ბოდიში ხდი გამოვაჩენს და მომაჩენს. გააჩენო. ხარ კინომსახიობ. კი. მე მაინტერესებს. ავოდი ბატონ რეზოჩხიძესთან სწავლობდი. თავარი როლის შემსრულებელი და ჯგუფელები იყვნენ. რა ვიცი, რომ გამოვა, ნახავთ როგორი დუეტია, რა ვიცი, აი საოცრება არის, ძალიან გახარებული და აღფრთოვანებული ვარ, რომ ამ პროექტზე ვიმუშავე, იმიტომ რომ თანამონაწილე რო გავხდი ამ ყველაფრის, რა მართლა ვერ გადმოვცე. მე ხარ აბედნიერება აი ამ ყველაფერში თანამონაწილეობა. ყველაზე დიდი კომპლიმენტი ალბათ თქვენთვის კოლეგის შეფასება. რა თქმა უნდა. კომპლიმენტის გამო არ რომ, მაგრამ რა ვიცი, აი როგორ ვთქვა. დავმეგობრდით. ჩემ მენეჯერსაც წავიყვანე. აი მენეჯერად რეკლამას მიწევს, რომ რა ვიცი, ჩემ რეკლამას არ უწევ. მე არ ფაქტებს აღნიშნავ და არ ამგონია ხა ისეთი სუბიექტური ვიყო, რომ რამეს ვამეტებდე. ნუ ალბათ ცოტას ვამეტებ ხა, მაგრამ არც იმდენს. ქართველი მაყურებელი რომ ნახავს ფილმს მიხვდება რომ მაინდა-მაინც სუბიექტური არ ვარ და აი განსაკუთრებით დუეტი არის ეს საოცარი. ქართველი მაყურებელი მოუთმელად ელოდება ამ ფილმის ეკრანებზე გამოსვლას, მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი გეგმები, რა საპირებთ თქვენ ჩამოხვედით, დაგვდათ საკმაოდ ისეთი განახლებული რუსთაველის თეატრი, ჯერ კიდევ რემონტის პერიოდში. რო ჩამოვედი, მაშინ დაიწყო რემონტი და მომიწია ეს 2 წელი ფილმებზე მუშაობა ძირითადად და რამე. ეხლა თუ ხართ ამაში დაკავებული? კი, აი ხა ჩაეშვა ზუსტად P25 პიესე ქვია, ლაშა ბუღაძის 25 პატარა ნოველა არის რუსთაველის თეატრში, 3 რეჟისორი, ბატონი რობერტი, ნიკა შველიძე და გურამ ბრეგაძე. დგავენ ერთად და ამის პარალელურად უკვე დაწყებული გვაქვს კოლტესის პიესის მიხედვით რობერტო ზუკო, საკმაოდ ისეთი კარგი პიესა არის, ნიკა შველიძე დგამს ამ პიესას. თქვენ მიშა რა ხდება თქვენ ცხოვრებაში, რა გეგმები გაქვთ? თუ არის უკვე რაღაც შემოთავაზებები, ან ხომ არ მიმდინარეობს უკვე გადაღებები? ჯერ მეორე ფილმში ვითამაშე, ბატონო მარეზონ გადამიყო ჩხეიძე. რა ვიცი. იესო საფლავზე ანთებულსან. დიახ, მაგაზე ვიწახი. მაგ ფილმში გადამიყო, ნუ ერთ-ერთ ეპიზოდურ როლში ვარ, მაგრამ ისეთი კაი როლი მაქვს, რა ვიცი. რა ვიცი. სად იყო ეს თქვენი გადაღებები, ეს ფილმი ჩვენ რამდენადაც ვიცით და ვაშუქებდით, ძალიან ბევრ ადგილას მიმდინარეობდა ამ. რა ვიცი, ჯერ ისრაელში ვიყავით. მერე წავედით ეგვიპტეში. კი, ორივე იმაში ვიყავით. გადაღებები. ამჯერად ელოდებით ახალ შემოთავაზებებს. კი. რაც შეეხება ფეხბურთს, ფეხბურთს არა, ბუცები დავგირე. ბუცები დავგირე. კიდევზე ვყავდი დაკიდებული ჩემი ბუცი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ყურადღებით, ეპყრობით კინოს ამბებს, იმიტომ რომ მართლა ჭირდება ყურადღება დღეს განსაკუთრებით. ჩვენი მაყურებელი მოუთმელად ელოდება ფილმის ეკრანებზე გამოსვლას. მე შეგახსენებთ, რომ კვირის ინფორმატორის სტუმრები იყვნენ მსახიობები მიშა მესხი და დათო იაშვილი. ახლა რეკლამა გვაქვს ინფორმატორის ეთერში. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეთერშია კვირის ინფორმატორი, რომელშიც პრესის მიმოხილვის დრო დადგა. ნახოთ, როგორი იყო გასულ კვირას თანამედროვე ბეჭდური მედია. გამარჯობა. გასულ კვირას სამამულო პრესაში ძალიან ბევრ საუბრობდნენ ლიტერატურასა და კინემატოგრაფზე. ლიტერატურის მიმართულებით ყოველს ახალმა ვერსიამ აჯობა და საგაზეთოდ მწერალი ლაშა ბუღაძე დაკითხა. როგორც გაერკვა, ბუღაძემ ახლახან თავისი ბოლო რომანი ბოლოზარი გამოსცა, რომელშიც იგი თავს თინეიჯერული თემატიკით ირთობს. როგორც ირკვევა, ბუღაძემ თავისი ახალი რომანის პრეზენტაცია საშუალო სკოლებშიც კი დაგეგმა, თუმცა რამდენიმე დირექტორმა იგი სკოლაში რატომღაც არ შეუშვა. აი ასე ექცევიან ცნობილ დრამატურგებს საქართველოში. სხვათა შორის ასე დამოკიდებულებას თავად ბუღაძე უცნობ
უცნაური ტიპის იდიოტურ ფანატიზმს უწოდებს, რომლის მსგავსი მარტო თალიბანის რეჟიმში თუ ხდებოდა. ეს რაც შეეხება ახალ რომანს, ისე კი ამავე ინტერვიუში ბუღაძე თავის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მოთხრობას პირველ რუსსაც ახსენებს და რამდენად პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, მწერალი თვლის, რომ დღემდე ეს მისი ერთადერთი, თანაც ძალიან პატრიოტული მოთხრობაა. გასულ კვირას კვირის ინფორმატორში ჩვენ ძალიან ბევრს საუბრობდით თეატრალურ უნივერსიტეტში დაგეგმილი რეფორმების შესახებ. როგორც ჩანს, ამავე თემით გაზეთი კვირის ქრონიკაც დაინტერესდა. პუბლიკაცია სახელწოდებით თეატრალური ინსტიტუტი მიღებას ანახევრებს ასე იწყება. გოგი მარგველაშვილი არა მხოლოდ ამ ინსტიტუტის პროფესორია, არამედ საერთოდაც დედის მუცლიდან თეატრალურ სამყაროშია. იგი ძინა კვერენ-შხილაძის ვაჟიშვილია. აი ესეთია მოკლე ცნობები ახალი რექტორის შესახებ საგაზეთო ენით. აქვე იმასაც არ ყვევენ, რომ თეატრალურის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სხვა პრობლემებთან ერთად ის არის, რომ აქ მკვეთრად იკლო მამრობითი სქესის, ანუ ვაჟი სტუდენტების რაოდენობა. მიზეზი კი დასაქმების პერსპექტივის არარსებობაა. მოკლედ, მხოლოდ და მხოლოდ იმ იმედით უნდა ვიყოთ, რომ სასწავლებელში ნამდვილი მატრიარქატი არ დაისადგურებს. ჟურნალმა სარკემ რუბრიკისთვის ფავორიტი ამჯერად მომღერალი ნინო ქათამაძე შეარჩია, რომელიც აგერ უკვე რახანია, არა მხოლოდ ქართველების, არამედ ევროპელების ფავორიტიც კი გახდა. ცხადია თუ გავითვალისწინებთ მის და ჯგუფ ინსაიტის მოხშირებულ ვოიაჟებს, როგორც ევროპის, ასევე დასავლეთის სხვა ქვეყნების მიმართულებით. თუმცა ჟურნალში მომღერალი სულ სხვა თემებზე საუბრობს. მაგალითად იმაზე, თუ როგორ დადიოდა ერთდროს ბუშლატით და ტანკისტის ქუდით. ახლა კი ეს ყველაფერი შედარებით კომფორტულმა სამოსმა შეცვალა. კიდევ ერთი სიახლე ნინო ქათამაძეს რომარ ცხილაძის დახმარებით ახლახან თურმე მინი კუპერიც კი შეუძენია. სხვათა შორის მომღერალს ეტყობა, რომ სერიოზულად მყარი ნერვიული სისტემა აქვს, რადგან შეუძლია უპასუხოს ისეთ უსუსურ შეკითხვას, როგორიცაა თქვენი აზრით აუცილებელია ქალის გვერდის მამაკაცი იყოს. აი ასეთ კითხვას მას ჟურნალ სარკეში უსვამენ. ამის გარდა მომღერალი თავისი ოჯახისა და სახასიათო შტრიხების შესახებაც საუბრობს. ჟურნალ ელიტარულ ქრონიკაში მომღერალ ცისანა სეფიაშვილსა და მის მეუღლეს, როგორც მოსალოდნელია, ქორწინებისა და ოჯახის შექმნის შესახებ ძალიან ბევრს ეკითხებიან. როგორც ირკვევა, სეფიაშვილის მეუღლე თურმე ნაძალადევად დადის ეგრეთ წოდებულ სამამულო ტუსოვკებზე, რადგან ასეთი სახის თავყრილობები მას საერთოდ არ მოსწონს. მოკლედ, რას არიძავს საყვარელი მეუღლის ხათრით. და კიდევ ერთი ირაკლი ჩარპიანსა და ლადო ბურდულს, რომლებიც დღემდე დაობენ თუ ვინ არის ნამდვილი მეფე, ამ მიმართულებით კიდევ ერთი მომღერალი შეუერთდებათ. კერძოდ კი ქალბატონი ირმა სოხაძე, რომელიც თვლის, რომ ან კლეოპატრა უნდა დაიფას, ან სულად სამან მეფე. ისე კი თუ მის სასცენო გამოცდილებას გავითვალისწინებთ, შესაძლოა მომღერალს მეტის უფლებაც ჰქონდეს. მოკლედ ნახოთ. ვანიკო თარხნიშვილს ჟურნალ თბილისელებში სპეციალური რუბრიკა დიდი ამიგოც კი შეუთხზეს. ამავე რუბრიკაში პრომოუტერი კიდევ ერთხელ იხსენებს, როგორ მოხდა მოზღვავებული ხალხის მუშტები 26 მაისს ბათუმში ლექსენის კონცერტის შემდეგ, ანუ როცა რეპერი სიმღერას მორჩა და აპირებდნენ იგი ავტობუსში ჩაესვათ. ეს ის კონცერტია, როდესაც ლექსენთან ერთად სცენაზე პრეზიდენტი სააკაშვილიც ავიდა და ამავე კონცერტის ორგანიზატორი ვანიკო თარხნიშვილი იყო. აქვე იგი საუბრობს არა მხოლოდ სოკრატეს to be is to do-ზე და სარტრის to do is to be-ზე, არამედ სინატრას დუბი-დუბი-დუზე და ბოლოს ფიქრობს, რომ სწორედ ახლა იქნებოდა ყველაზე კარგი კმარა ფართის მოწყობა. და ბოლოს ნინი ბადურაშვილს, რომელიც ხან ახალი სიმღერის ჩაწერით არის დაკავებული ხანკი ჟურნალისტებს უჩივის, კიდევ ერთი საინტერესო სიახლე აქვს. რეჟისორი გიომ გელაძე მოკლემეტრაჟიან ფილმზე აპირებს მუშაობის დაწყებას, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი გმირი სწორედ ნინი იქნება. დანარჩენი დეტალები კი ჟურნალ მაესტროში წაიკითხეთ. აი ასეთი იყო პრესის მოკლე მიმოხილვა კვირის ინფორმატორის ეთერში. ამავე რუბრიკაში ჩვენ ერთმანეთს ერთი კვირის შემდეგ შევხვდებით. მანამდე კი გემშვიდობებით. ნახვამდის. მომდევნო კვირას ქართული პრესა ალბათ განსაკუთრებით აქტიური იქნება, რადგან ჩვენს ქალაქში უამრავი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება იგეგმება. ერთ-ერთ მათგანზე ჩვენ მოგვიანებით ვისაუბრებთ, მანამდე კი ტელეპორტრეტის დროც დადგა, რომლის დღევანდელი გმირიც წლების წინ ძალიან ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზე და აბსოლუტურად კომპეტენტური იყო იმ სფეროში, რაზეც ის გვესაუბრებოდა. კომპეტენტური იმიტომ, რომ ეს კონკრეტული სფერო მისი პირდაპირი პროფესია არ ყოფილა. ბატონი გოგი ნიჟარაძე პროფესიით მათემატიკოსია, თუმცა ოპერა და თეატრი მიუხედავად იმისა, რომ საყვარელი სფეროებია, ბევრ მუსიკათ ან თეატრმცოდნეზე უკეთ იცის. თქვენ ძალიან დიდი ხანია ბატონი გოგი არ გინახავთ ეკრანზე და დარწმუნებული ვარ დიდი ინტერესით უყურებთ მის ტელეპორტრეტს.
გოგი ნიჟარაძემ ზუსტად იცის რა ხდება არა მხოლოდ თბილისის, არამედ ევროპის საოპერო სცენებზე. იცის ვინ ასრულებს აიდას, ტურანდოტის, რიგოლეტოს, ბორის გოდუნოვისა თუ სხვა პარტიებს საუკეთესოდ. იცის ისიც სად და რა ფასად შეიძლება შეიძინოს საუკეთესო საოპერო ჩანაწერები. ზუსტად იცნობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 150 წლიან ისტორიას და ამავე ოპერის ვარსკვლავების მეოთხე თაობის განსაკუთრებული თაყვანისმცემელია. ეს ყველაფერი კი პირველი ტელევიზორიდან დაიწყო, რომლის ეკრანიდანაც მან ბიზეს ცნობილი ოპერა კარმენი მოისმინა. ტელევიზია იყო გახსნილი თბილისში პირველად 46 წელია. და ჩვენ გქონდა, მამაჩემმა იყიდა ტელევიზორი ამ საზოგადოებრივი შენების არ ქონდა და მაშინ ახლა მეტი რაც საქმე ქონდა ტელევიზორების საღამოს 8 საათზე შემოვიდოდა და სანამ დამთავრდა პროგრამას უყურებდით ხოლმე. ერთხელაც გადმოსცა თბილისის საოპერო თეატრიდან ტრანსლაცია იყო ბიზნეს ოპერა კარმენის. და ეს პირველად მოვისმინე მაშინ ეს ოპერა და ეს მუსიკა და ისე მომეწონა ახლაც მახსოვს ნოდარანდურაძე მღეროდა ხოდეს პარტიას კარმენის პარტიას ლეილა გოცილიძე ესკაბილიოს პარტიას ანატოლიადოვის პარტიას ბაცუკრავეიშვილი და დირიჟორი იყო დიდი მირჩხულავა ისე მომეწონა 9 წლის ბავშვი ეს მუსიკა რომ დავიწყე ოპერაში სიარული. მაშინ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპერტუარში 49 საოპერო და დაახლოებით 12 საბალეტო სპექტაკლი ირიცხებოდა. მას შემდეგ რაც კარმენი მოისმინა, გოგი ნიჟარაძე 5 წლის განმავლობაში ოპერაში მხოლოდ ამ სპექტაკლზე დადიოდა. მხოლოდ მოგვიანებით შეემატა ბიზეს კარმენს თბილისის საოპერო თეატრის რეპერტუარის სხვა სპექტაკლები. ჯერ აიდა, შემდეგ ტრავიატა და რიგოლეტო. რაც შეეხება რუსულ ოპერას 16 წლის ასაკში, პირველად მოისმინა ბორის გოდუნოვის შვედი ბანის კიმბორგის შესრულებით და ამის შემდეგ ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლი გახდა. მოკლედ ოპერა გოგი ნიჟარაძის დღის წესრიგში დასაწყისიდანვე სერიოზულ ადგილზე განთავსდა. სკოლაში კარგად სწავლობდი, როგორც კი მოვიდოდი 2 საათში. გაგოცილებს დავამზადებდი ხოლმე, მე მივიდოდი აუცილებლად საჯარო ბიბლიოთეკაში, იქაც წიგნები დაბადებით სახელმწიფოებს ვიღებდი, ქიმია მივიდა განსაკუთრებით მათემატიკა და სადღაც ვის ნახევარად დავიდოდი იქიდან და დავიდოდი ოპერაში. ძალიან მოსწონს და ბევრის მსგავსად პრაქტიკულად არავითარი კრიტიკული მოსაზრება არ გააჩნია იმის მიმართ, რაც დღეს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხდება. არ აღიარებს იმას, რომ ამავე თეატრს ოდესმე ჩავარდნა ჰქონია, თუმცა ამაზე ხშირად სხვები საუბრობენ. თვლის, რომ თუ სპექტაკლში ერთი მსახიობი მაინც კარგად მღერის, ეს უკვე საინტერესო სპექტაკლია. ასეთები კი თბილისის ოპერას ყოველთვის ჰქონდა. პატრიკ კემბელი იყო ერთი ინგლისელი მსახიობი ქალი და იმას აქვს და თქვა რომ რა თქმა უნდა წარმოდგენა ის დრამატული მსახიობი იყო, მაგრამ რა თქმა უნდა წარმოდგენა სადაც ორი ვარსკვლავი მონაწილეობს, უკეთესი ვიდრე წარმოდგენა ერთი ვარსკვლავით და წარმოდგენა რომელშიც ყველა ვარსკვლავი არის ეს მხოლოდ ღმერთების სანახაობა შეიძლება იყოს. სკოლის ასაკიდან დღემდე ოპერაში არაერთხელ ყოფილა. უმეტესად კი მარტო უწევდა სპექტაკლებზე დასწრება. მაშინაც და მოგვიანებითაც ოპერისა და ბალეტის თეატრის დარბაზში თავისი საყვარელი ადგილიც ჰქონდა, საიდანაც ერთი და იგივე სპექტაკლი არაერთხელ უნახავს. ეხლა მეხსოვს მარტო მივდივარ ხოლმე. აი შეიძლება საქმეც გქონდეს, მაგრამ გადავდება. აი თუ ცოტა ოდნავ საინტერესო სპექტაკლი მივდივარ და სიამოვნებით ვიგავ ადგილს ახლა უძიდით თუ ბენუარის ხაზში ასრულებდა და წირას ვიყავ და ამფითეატრში იმიტომ რომ აი სანამ დაიწყებოდა თეატრი 75 წელს შესანიშნავი სავარდები იყო ამფითეატრში იქ დაჯდომას და მოსვლენა სანაფერი არ ჯერდეს უდესი სიამოვნება დიმიტრი ჭელიძე და ხოლმე ყოველთვის ხშირად მარცხნივ დავით ანდროლაძე მეოთხე რიგში ან მისი ოჯახის წარმომადგენლები მიხეილ ჭიაურელი მოდიოდა სპექტაკლზე, რაც ნახავდი უკეთ და სურაბანჯაფარიძე თუ ჩამოდიოდა კიდე გასტროლებზე, დრამატული თეატრის შესანიშნავი მსახიობები, მედია ჩახავერო, სიმანჯიკალაძე, რამაზ შვიგვაძე, еді შერმაღალაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის გადატრიალება კარმენმა და საერთოდ საოპერო ხელოვნებამ მოახდინა, პროფესიად მაინც მათემატიკოსობა აირჩია. მანამდე იმასაც ფიქრობდა ქიმიკოსი გამხდარიყო, თუმცა გადააფიქრებინეს. ისე კი თვლის, რომ მათემატიკასა და ხელოვნებას საერთო ნამდვილად აქვთ. აუცილებლობის შემთხვევაში ოპერის სასარგებლოდ ამავე მათემატიკას აუცილებლად დათმობდა. მოკლედ ერთი რამ ფაქტია, სწორედ მათემატიკური სიზუსტით ახსოვს ყველა სპექტაკლი. სხვათა შორის არა მხოლოდ საოპერო, არამედ დრამატულიც. ყველა სპექტაკლი მახსოვს. მე მოგწონს ძალიან კარგი მხედველობითი მეხსიერება. ასე რომ ბევრი სპექტაკლი ახლა ზეპირადაც ვიცი და ხშირად დაშენება თუ მინდა და სამსახურში დავხუჭა თვალებს სამსახურში და მთელი სპექტაკლი შემიძლია თავიდან ბოლომდე წარმოვიდგინო როგორი იყო და არა მარტო საოპერო თეატრში, არამედ საერთოდ დრამატულ თეატრში მახსოვს რობიკოშტულუას ხანუმა ერთი 50-ჯერ მაგრამ მე ცხანოდა ხოლმე მე მის თეატრში ვიდრე ორკესტრი და დამინახავდა და მიცნობდნენ ხოლმე რომ კიდე მოვიდა
ანტიგონე მიშა თუმანიშვილის სპექტაკლი. თუმცა მხოლოდ საოპერო სპექტაკლებით არ შემოიფარგლება. არაერთხელ უნახავს დრამატული თეატრების ცნობილი წარმოდგენები, ცხადია ცნობილი მსახიობებით. მის ოჯახში კი ქართული თეატრალური ელიტის წარმომადგენლები არაერთხელ სტუმრობდნენ. მოსკოვში ხშირად დავდიოდი ხოლმე არდაძეგებზე ყოველთვის და იქ ნაცნობი მყავდა ერთი ალექსანდრ მაისევიჩ ესკინი, ვეტეოს მსახიობის თეატრის დირექტორი გამკარგულებელი და ახლა იმისთვის ბილეთების შემოძლელი არ იყო და რაც კი ახალი დაიწყებოდა თქვათ რომ ვიყავი ჩასული ნოემბერში მე ხო მარტში ვარ და თქვათ რაც ყველაფერს ნახავდი ხოლმე ჩამოვიდოდი და ეხლაც მახსოვს სპექტაკლები და 85 წლის კაცი იყო და იმდენად ენთუზიასტი იყო ისიც რომ ერთხელ მახსოვს თეატრი ნაბალაი ბრონდაი კაზაკოვი იყო ახალი გადასული და დადგეს გოგოლის ქორწინება და მე რო დავრეკო კი შემბირდებიან რომ მიხორბა რა არ გაიგეთებენ ასე აი 85 წლის კაცო წამომყვა თვითონაც შემოვიდა ჩვენთან მაგრამ როგორც კი დაიწყო ბოდიში მომიხედა და წავიდა სახში მე უკვე სამჯერდა ნახე ნახო და ვეღარ გაუძლებ. ყველაზე დიდი თანხა რაც ბილეთში გადაუხდია მაშინ ჯერ კიდევ საბჭოურ ვალუტაში 6 მანეთი იყო. ცხადია თბილისის საოპერო თეატრის სპექტაკლზე მოსახვედრად. თუმცა იყო ასეთი შემთხვევებიც. ჯორჯ სელი დიდი მუსიკოსი ძალიან ეხლაც აი ეს პირპიტების ბაზარი გაჯერებულია შემისი პირპიტების და აქ ჩაატარეს 6 კონცერტი, შემდეგ კიდე დამატებითი 2. აი მახსოვს რომ მე გადავიხადე 26 მანეთი. არ ახსენდება ისეთი შემთხვევა, როდესაც ძალიან სურდა ამა თუ იმ სპექტაკლზე მოხვედრა და ეს ვერ შეძლო. ყოველთვის ახერხებდა ყოფილიყო იქ, თანაც ნებისმიერი ხერხის გამოყენებით, სადაც მისთვის საინტერესო წარმოდგენა იმართებოდა. ყველაზე ძალიან გამიჭირდა ვერიგوان ჯეფერდის იუბილე იყო საოპერო თეატრში, იქ შემეხდია, მაგრამ ამასაც უშველებდა რომ რუსთავის თეატრის სახელიდან მოგებრობდა მამა და წავედი და ჩიაზმა ხონა მიულოცოთ ახლა და კალათა მიქონდა და კალათს მე და მე მგონი გურამს აღარადეს მიქონდა ეს კალათა და შევედი დავდე და მე შევედი დარბაზში და ეს დიდი ზეიმი იყო მაშინ. მოკლედ ოპერისა და დრამატული თეატრის მოყვარულს დღეს უამრავი მნიშვნელოვანი ნივთი აქვს. თანაც ისეთი სპეციალურად მას რომ შჩუქნიდნენ, რომ არაფერი ვთქვათ კოლექციაზე, რომელიც არაერთ უნიკალურ ეგზემპლარს მოიცავს. ეს ჯოხიერის დიდი მომიწულავას ეს მისვა მეუღლემ ისახსოვდა ეს გადახილი ჯოხი იყო და მე ამიწყეს იდე დირიჟორს ხშირად უწოდებათ ხოლმე ჯოხი ეს გადახილი ჯოხია ჯაშო ხაიდის რომელთანაც ერთად მე ზუსტად 100 წელი ვიმუშავე და რა ვიცი ეს მიმაჩნია ჩემი ბედის ძალიან დიდ საჩუქრად ეს ბატონჯანოს გადახილი ჯოხი ეს დაგენილი ნორმალური ნუ შეიძლება მქონოდა კიდე ბატონი ოდისეის ჯოხი ვახში მედირო გამოვართვა მას ვატო გახიდეს მინდა გამოვართვა სხვადასხვა დირიჟორები თქვენ უგონიათ აი გადახილი ჯოხის დათხოვაც კი ძალიან ხუჭით ეს მახსოვს მე რომ თხოვე ბატონ დიდი მოსო ძალიან შეძე მე უჯოხოთ ჩემიო მე ქალბატონო ნატამბის მეუღლე დამატმარა რომ მე ვაკო ჯოხი და მე მოგცემოთ აი აქ არის ყალასის ყველა ჩანაწერი რაც კი არსებობს ეს არის 27 სტუდიური ჩანაწერი, ყველა ოპერა მაქვს სტუდიური ჩანაწერი. და გარდა ამისა კიდე სპექტაკლების ჩანაწერი, რომლის არსებობის შესახებ შეიძლება კალას ვარც იცოდა. ეს უკვე მისი გარდაცვალების მერე გამოუშვეს. და აი 4 აიდა არის აქ. 10 ტოსკა, 10 ტრავიატა. 2 ბალმასკარადი, 2 სევილიელი და ლაკი. და ეს არის ძველი ფიფიტები. ალბათ მე პირველი კომპაქტ დისკები შევიძინე 91 წელს გერმანიაში ვიყავი და იქ და ეს კი მანამდე 12 წელამდე დამიგროვდა ალბათ 56-დან 80 წლამდე. სხვათა შორის ამავე ჩანაწერების შეძენისას დასავლეთში დიდი შეღავათებით სარგებლობს. ფასდაკლება მუსიკალურ მაღაზიებში მასზე ყოველთვის ვრცელდება. მეტიც ხშირ შემთხვევაში მუსიკალურ მაღაზიაში ცნობენ კიდევაც, რადგან ყველაზე განსაკუთრებულ ჩანაწერებს ითხოვს. გერმანიაში მიკეთებდნენ ხოლმე, იმიტომ რომ თვითონ მე სხვა ჯარს ვიტხოვერებს. იტოს ერისტაინ კელერს ის არის. ცოდნეოდა 10% და 10% დაუკელითო. ვახო ზამათბოსო თავიკრედენ მე ისე მე პიპიტას ვიდროვდი ხარ. ასე მაგ ორი კარმენი მარიო დერმონაგოთი ნაყიდი. 100% რო დამიგრეს ასე კი იყო ერთი. 80 მარკა და 80 მარკა ორი კარგი კომპლექტი მოგივათ. გოგი ნიჟარაძის კოლექციაში ამჟამად უკვე 2000 კომპაქტ დისკი, 12000 ფირფიტა და 700 ვიდეო ჩანაწერი ირიცხება. აქვს ასევე საოპერო და თეატრალურ ხელოვნებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ლიტერატურა. მოკლედ იგი ერთ-ერთია მათ შორის, რომლებსაც ასეთი უნიკალური კოლექცია აქვს.
tormenta e variti geloso furore degli და როგორც დაკვირდით, დღეს იმ ფესტივალის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც ამ დღეებში ქართული ტრადიციული ხელოვნების მოყვარულებისთვის ჩატარდება. ფესტივალს ქართული სული ჰქვია და მისი ორგანიზატორი კომპანია, საპროდიუსერო კომპანია არტ რუსთავია. დღეს სწორედ ამ კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებელი ბატონი ზურა ჩხაიძეა ჩვენი სტუმარი. საღამომშვიდობისა. პირველ რიგში მე მაინტერესებს, როდის შეიქმნა ეს კომპანია, როდის ჩამოყალიბდა, რამდენი ღონისძიება გაქვთ ანგარიშზე და საერთოდ საიდან მოდის ეს სახელი, რატომ დაარქვით არტ რუსთავი? იცით, ასე ვთქვათ, ამ ბოლო წლების მანძილზე ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე რაღაც როგორც ყველა ადამიანს უნდა შეიტანოს წვლილი საკუთარ ხელოვნებაში, ჩვენც შექონდა მოგზაურობით ჩვენს კომპანიას, ოჯახის წევრებს. და რა ვიცი, რატომღაც ესეთი სურვილი გაჩნდა ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე, რომ უფრო ოფიციალური სახე ქონოდა, თუნდაც იმისათვის, რომ რაღაც ოფიციალური წყაროებით აღმოეჩინა, თუნდაც დახმარება იქნებოდა თუ იგივე დაგეგმარება და ბავშვთა ადმინისტრირება აი ამ კუთხით. არტ რუსთავს აქვს ჩატარებული რამოდენიმე ესეთი ტიპის ღონისძიება, მათ შორის ჩვენ ანსამბლ რუსთავთან ერთად შარშანწინ ვიმოგზაურეთ საფრანგეთში და ბელგიაში ერთობლივ პროექტი წარმოვადგინეთ საკმაოდ დიდი წარმატებით. ვფიქრობ 40 კონცერტი არც თუ ისე ცოტა მაგალითად ანუ ეს ერთ გამგზავრებაზე ჩაატარეთ 40 კონცერტი. ანუ რამდენი ხნის განმავლობაში ეს იყო თვე ნახევარზე მეტი ვიმყოფებოდით და მოგზაურობდით, მეც გახლდით იქ და უბრალოდ აი ეს იდეა შემდეგ გაჩნდა, რომ დავუშვათ თბილისში და საქართველოში რომ გაკეთდეს აი ესეთი ტიპის კონცერტები არ იქნებოდა ცუდი და ამდენად შარშან ჩვენ ერთობლივად ჩავატარეთ ესეთი სახის, ესეთივე სახელის, იგივე ფორმატით ქართული სული 3 სოლო კონცერტი, რომელმაც საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. ზუსტად აი ერთი წლის პაუზის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ფორმატი, ასე ვთქვათ, გაგვეზარდა და რუსთავის გარდა სხვა ღირსეულ კოლექტივებსაც მიიღოთ მონაწილეობა. და აი ამითი, ასე ვთქვათ, ესე გადაწყდა, რომ ესეთი კარგი კოლექტივები, კარგი ანსამბლები, როგორც არის ქართული ხმები, ფესვები, როგორც არის ანსამბლი ფორტე, რომ დავუშვათ მოგვეწვია ასევე ქალბატონი ლილიკო მის შემოქმედების საღამო, სადაც ანუ აი აქ ჩამოთვლილი ადამიანები იქნებიან წლევანდელ ფესტივალში წარმოდგენილი. დიახ, აი აქ ვინც არიან ჩამოთვლილი, ყველა მიიღებს უკლებრივ მონაწილეობას. მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგად ემზადება ეს ჯგუფები, მიმდინარეობს რეპეტიციები, ყველა ჯგუფს აქვს თავისი სიურპრიზი, უნდა რომ წარმოადგინონ საკუთარი შემოქმედებითი საღამო საკმაოდ წარმატებულად, ვინაიდან ეს ერთგვარად რაღაცა ესეთი ანგარიში, ჩაბარების ანგარიშიც კი იქნება ქართველი მაყურებელთათვის, ვინაიდან თქვენ მოგეხსენებათ, რომ ქართველი მაყურებელი საკმაოდ ესეთი პრეტენზიულია და ქართველებს ასე ვთქვათ ესმის, როგორც იტყვიან, აქვთ ყური, აქვთ ხედვა და ჩვენი კულტურის ისტორიიდან გამომდინარე შეუძლია რომ შეაფასოს მაყურებელმა. ამდენად ამ ადამიანებმა ეს იციან წინასწარ და სათანადოდ ემზადებიან. ფესტივალი ყოველწლიური იქნება? იცით რა არის? ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ კი ადამიანების ინტერესი იქნება, თუ კი აი მაყურებლის ინტერესი იქნება პირველ რიგში, ჩვენ გაუთავებლად ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ აი ნუ ვიღაცას არ მოწონს დაუშვათ ეს მიმართულება, მუსიკის ვიღაცას სხვა მიმართულება არ მოსწონს და თუ შევუქმნით მაყურებელს ჩვენ როგორც ორგანიზატორები ალტერნატივას, რომ დაუშვათ მოვიდნენ ეს ხალხი, შეიძლება ბილეთები შემობრძანდნენ, ისიამოვნონ, რა თქმა უნდა, მოусმინონ აი ამ ქართულ ტრადიციულ უყურონ აი ამ ქართულ ტრადიციულ ცეკვებს, რომელსაც თქვენ მოგეხსენებათ, რომ აი ახალგაზრდა თაობა უბრალოდ ცოტა არ იყოს დაბნეულია და რაღაც არჩევანი ვერ გაუკეთებია და ამიტომ უნდა მივცეთ ჩვენ საშუალება და თუ კი ინტერესი იქნება, რა თქმა უნდა იყოს ჩვენ უკვე ჩანაფიქრი გვაქვს
შემოდგომაზე უფრო ფართო მასშტაბით ჩავატაროთ. ამავე წელს ჩვენ გვინდა რომ ეს გავაკეთოთ, იმიტომ რომ რამოდენიმე ჯგუფს ხა მე ბოდიში მინდა უბრალოდ მოვხადო რომ ვერ მოხდნენ, იმიტომ რომ ეს აი სწორედ ეს მინდოდა მე კითხა, აი რა კრიტერიუმებით შეარჩიეთ აი ეს კონკრეტული 5 მონაწილე ფესტივალისთვის. იცით, აი ესეთი ანალიტიკური კვლევა ჩავატარეთ და უბრალოდ აი ქართულ მაყურებელს ვინც აინტერესებს პირველ რიგში და ვინც დაიკავა რეიტინგით პირველი ადგილი, ზუსტად აი ამ კრიტერიუმებით შეირჩა. და ვფიქრობ, რომ ღირსეულადაც აქ ჩემი ჩარევა და არც ერთი ორგანიზატორის ამ კუთხით ეს არის გამორიცხული და ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ საკუთარი მენეჯმენტის ასე ვთქვათ არევა იქნება. ამდენად ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ და მხოლოდ იმ გამოკითხვას და იმ ხალხის სურვილებს თუ რა აინტერესებს. გარდა მაგისა მე მინდა გითხრათ, რომ რესპონდენტს, ანუ ადამიანს გამოკითხულს აქვს უფლება, ანუ ჩვენ ვეკითხებით, აი როგორი ტიპის გაინტერესებთ თქვენ გნებათ აი ანსამბლი რუსთავი. აი რა გაინტერესებთ ცეკვა, დავშვით სიმღერა, სინთეზი, წარმოდგენითი და ასე შემდეგ. ასევე ანსამბლ ფორტეზე, ასევე ქალბატონ ლილიკოს საღამოზე. აი დავშვით როგორ წარმოგიდგენია თქვენ დავუშვათ ლილიკო ნემსაძის საღამო. აქ მონაწილეობენ ყველა ის გამოჩენილი ქართველი მომღერლები და უბრალოდ ეს მომღერლები შეასრულებენ იმ სიმღერებს, რომელიც ქალბატონმა ლილიკომ, ასე ვთქვათ, წლების და დიახ და გარდა ამისა თვითონ ქართული სულის ჩარჩოში უნდა ჩაჯდეს. ეს უნდა იყოს რომანსული ტიპის, ეს უნდა იყოს დუეტური ტიპის, ტრიო, კვარტეტი. გამიგეთ კვინტეტი და საერთოდ ეს იგივე ჯგუფური, იმიტომ რომ თქვენ იცით ანსამბლ ფესვებსაც ბევრი დიდი რეპერტუარი აქვს ქალბატონ ლილიკოს, ასევე ქართულ ხმებს, ასევე ფორტეს და რა ვიცი, მე ვფიქრობ რომ საინტერესო უნდა იყოს და გარდა ამისა თვითონ ამის მიზანი, ფესტივალის მიზანი ის არის რომ აი ახალგაზრდა თაობამ შეაფასოს, აი მოვიდეს და უშუალოდ ნახოს, შეხედოს აი როგორია და უშუალოდ აი ბევრს არ უნახია ცეკვა და ვერც გამომტყუნებთ, იცით? არის სხვადასხვა ანსამბლები არიან, მე არ მაქვს კომპეტენცია რომ ეს შევაფასო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი სუბიექტური აზრი გამაჩნია. მე ვფიქრობ, რომ ის სხვა ანსამბლიც უნდა ნახოს და ნახოს ეს ანსამბლიც, იმიტომ რომ თვითონ მიმართულება ქართული სულის არის ერთი. რომ არ გადაუხვიოს ქართულს არც ერთ შემთხვევაში. მე როგორც მსმენელს მინდა გითხრათ, რომ არ მსიამოვნებს დაუშვათ ამა თუ იმ ჯგუფში, ქართულ ფოლკლორში, რომ დაუშვათ შევიტანოთ ჩვენ რაღაცა სხვა, ასე თუ კლასიკური, თანამედროვე ტიპის დაუშვათ იგივე მუსიკალური ინსტრუმენტი გნებავთ, თუ გნებავთ დაუშვათ ქორეოგრაფიაში ცვლილება. ანუ თქვენი კომპანია თანამედროვე ჟანრებს რადიკალურად უვლის გვერდს. ნუ ესე ხმამაღლა თუ ვიტყვით, ყოველ შემთხვევაში აი ამ პროექტის მიზანი ეს არის ზუსტად, რომ შეინარჩუნოს ქართული ჩარჩო. ქართული და ამის გადახვევის უფლება, ნუ ეს რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს, არც არავის არ აქვს და მათ შორის არც მე. და აი რატომ ვიძახი ამას, რომ ახალგაზრდებისთვის უნდა იყოს საინტერესო. ხა თუ ადამიანია დაამთავრებს სკოლას ან სკოლამდელ ასაკში, უბრალოდ უნდა წავიდეს და შეაფასოს და ხა თუ არ შევთავაზებ და თუ არ იცეო ან ხალხმა და თუ არ იმღერა, ნუ სად უნდა ნახოს. და ნუ მე კიდე არის მეორე პრობლემა ის, რომ ახალგაზრდა ცოლ, ასე ვთქვათ, ოჯახს ყველას გვიდგება მომენტი, მათ შორის მე რომ აი სად შევიყვანო ჩემი შვილი. და უშუალოდ აი რომელ ჯგუფს მივაბარო, რომელ ჯგუფს მივანდო, რომელ უშუალოდ იგივე ქორეოგრაფი იქნება თუ იგივე ანსამბლი იქნება, აი რომელი მიმართულებით დავაკავო ჩემი შვილი რომ და უშუალოდ ისწავლოს ის რაც მინდა მე როგორც მშობელს, ხო? და აი ამ მიზნით მაგალითად აი მე გადავწყვიტე რომ ჩემი უფროსი შვილის კლასელები, რომლებიც აი 10 წლის ასაკში არიან, მთელი კლასი, ასე ვთქვათ, დავპატიჟოთ და რაღაცა გავუხსნათ, რაღაც ისეთი სურათი, რომ აი შვილო, მობრძანდით, ნახეთ, აი ეს არის ზუსტად ჩვენი ქართული ტრადიციული მიმართულება და სიამოვნებით და ნახონ და შეაფასონ და ნუ მე თვითონ გადაწყვიტავენ და უშუალოდ მოსწონთ ეს ჟანრი, მოსწონთ სხვა თუ მაგალითად კიდევ სხვა.
თუმცა მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ, იცით, აი ყველაფერი რაღაცნაირად ვითარდება. აი თქვენი შვილის თაობას შეიძლება დღეს არ მოეწონოს აი ეს კლასიკური ცეკვა, რომელშიც არ იქნება რაღაცა თანამედროვე ელემენტები, ეს მომენტი უკვე აპრობირებულია იგივე ცეკვაშიც, იგივე სიმღერაშიც, ანუ ძველში შევიტანოთ რაღაცა ახალი. აი ამის წინააღმდეგია თქვენი კომპანია, ეს მაინტერესებს. იცით რა არის, მე კიდევ ერთხელ დავსვენ, რომ მე კომპეტენტური ამ საკითხში არ ვარ, მაგრამ ჩემი აზრი გამაჩნია. თვითონ როგორც ქორეოგრაფია, მე ხარ რასაც უყურებ, მე დაახლოებით 11-12 წლის წინ მინდა ეხლა ვაგეტყვით 93-ში ვიმოგზაურეთ ერთად, ანსამბლ რუსთავთან ერთად, მოცეკვავებთან ერთად. მქონდა საკმაოდ დიდი ტურნე, ну მაშინ ხა არტ რუსთავი არ არსებობდა, მაგრამ გახდით მე არგენტინაში. აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა და ურთიერთობა. და ამდენად თვითონ ეს ქორეოგრაფია არის ცოცხალი ელემენტი. აი მე რასაც უყურე მაგალითად აი არგენტინაში რამდენი წელი გავიდა უკვე, ხო? იმის მერე რომ გითხრათ რომ რაღაცა განახლებული არ არის თვითონ აი ამ ანსამბლში ვერ გეტყვით. ის იხვეწება რაღაც ილეთი თვითონ სხვადასხვა თაობები მოდიან ახალგაზრდები, თავიანთი ხედვა აქვთ, აი დავუშვათ ილეთს ცვლიან და საკმაოდ საინტერესოა. აუცილებლად, რა თქმა უნდა, ეს ვითარდება. მაგრამ ის რომ გადახვევა აი ქართულიდან, ეხლა თვითონ კომერციული ხედვით საინტერესოა, დავუშვათ კომერციული მიმართულებით. მაგრამ თუ ერთი გადაუხვია ამის შეჩერება მე ძალიან ძნელია. ანუ ჩვენ თუ შევიტანთ ახლა, ანუ მოგეწონება თქვენ ქართულ ცეკვაში რომ დავუშვათ რაღაცა ირლანდიური ტიპის და ის ესეთი მიმართულება. თუმცა ამიტყველობა ქონდა ერთ-ერთ ანსამბლს და როგორც თქვენ ამბობთ, კომერციულად ეს საკმაოდ გამართლებული აღმოჩნდა. ნუ ახლა მე სხვის კრიტიკას ვერ დავიწყებ, მაგრამ რა თქმა უნდა არის ახლა ამას თქვენც უყურებთ და არის ეს ერთი ხედვით არის აფექტური გამიგეთ, ეს აფექტი ერთი მომენტია, იცით, აი ქრება უბრალოდ აფექტის მომენტია, რაღაც აი ბოლო განვითარების და შემდეგ ეს რაღაც ერთ ადგილზე დგება, იყინება და შემდეგ მიედინება სტაგნაციისკენ. რა თქმა უნდა, მაინც უბრუნდებით. ეხლა უკაცრავად ძალიან ისეთ იმათ ძალიან მარტივად გეტყვით, ეხლა სხვა ქორწილი ხო არ არის, ეხლა ჩვენ რო ვიცით ეხლა დოლი გარმონი და არიქა და აი ესე არ არის, იმიტომ რომ ეს არის ხელოვნება, რომელიც თვითონ ქართველი კაცის სულიერება და თვითყობადობა არის გადატანილი, ასახული არის შემდეგ სცენაზე, სცენურად. უკვე განვითარებადია ეს სცენაზე გადატანილი. და ამდენად აი მე არ მიმაჩნია სწორად რა, ძალიან გაუჭირდა სხვათა შორის ანსამბლ რუსთავს, რომ ეს ყველაფერი შეენარჩუნებინა იმ გაჭირებულ პერიოდში. მაგრამ შეინარჩუნა. და მე ვფიქრობ, რომ ზუსტად აი ამისათვისაც კი ღირსია ეს ანსამბლი, რომ მიაქცეს აი ესეთი ყურადღება სათანადო და აი ესეთი ტიპის ღონისძიება რომ დაიგეგმოს და ამის ნათელი მაგალითია სხვათა შორის. როდესაც ქართველი დელეგაციები დაფრინავს ახლა დღეს სხვადასხვა ქვეყნებში, ყოველთვის ინტერესი აქვს ანსამბლ რუსთავზე და მე ეს მიხარია. მიხარია, იმიტომ რომ ჩვენ თუ შეგვიძლია უცხოეთში წავსდგეთ, უნდა წავსდგეთ ჩვენი ქართული ტრადიციული ფოლკლორით. ეს რაც შეეხება ანსამბლ რუსთავს, აი დანარჩენებს რაც შეეხებათ, მე მაინტერესებს იგივე ფორტე, გასაგებია ქალბატონ ლილიკოს საღამოც. აი იგივე ფორტე, იგივე ქართული ხმები, იგივე ანსამბლი ფესვები. რა პროგრამით წარსდგებიან? უკვე ჩვენთვის კარგად ნაცნობი პროგრამი თუ ამ ფესტივალისთვის მომზადდა რაღაც სპეციალური ნომრები? ეხლა ხვალ ჩვენ გვაქვს პრესკონფერენცია 2 საათზე დაგეგმილი. ყველა ჯგუფის, ყველა ანსამბლის ხელმძღვანელები იქნებიან წარმოდგენილი და ეს ხალხი თვითონ გააკეთებენ ამ განცხადებას, მაგრამ მე ნუ საიდუმლოდ შემიძლია გითხრათ, მაგრამ რაღაც საიდუმლოა. უბრალოდ ის რომ რა თქმა უნდა ეს ხალხი ემზადება, მაგალითად ფორტეს არ ქონია კონცერტი, სოლო კონცერტი, გაიხანია, მე რაც მახსოვს რაღაც 4 წლის წინ ქონდა, თუ არ ვცდები 5 წლის წინ ფილარმონიაში კონცერტი. შემდეგ ეს ხალხი მოგზაურობდნენ რუსეთში, იცით თქვენ რომ кайხანი ესეთი საკმაოდ სერიოზული გასტროლები ქონდა და სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდა და დღეს რაღაც ანგარიშვალდებულად თვლიან ეს ხალხი თავს რომ დაუშვათ გამოვიდნენ და რაღაც ქართული მიმართულებით რაღაც ესეთი კიდევ ვიმეორებ აი საკვარტეტო, საკვინტეტო და სხვადასხვა ძალიან კარგი რეპერტუარი აქვს. მე ესე ვფიქრობ ფორტეს და ძალიან მიხარია რომ ეს ცოცხალი შესრულების ტრადიცია აქვს და საერთოდ ნუცა ჯანელიძე, ნუ ახლა რა ვიცი მე ძალიან დიდ პატივს ეცემა.
ან დიდი პროფესიონალია. ძალიან გემოვნები და დახვეწილად აკეთებს ყველაფერს. ასევე ლილიკოზე ახლა რა შემიძლია გითხრათ? ლილიკოს რამოდენიმე სიმღერას რომ მოისმენ ადამიანი, მოხიბლული დარჩები ალბათ. მე არ ვიძახი ხა ძალიან ბევრი კომპოზიტორი ყავს ჩვენ და მე ბოდიში მინდა მოვიხადო, მე ბევრს ვიცნობ მათგანს. ალბათ მაცსოს ვიცნობ ძალიან ახლოს მისი სიმღერები. მეც გართული ვიყავი ერთი პერიოდი, რაღაცა ჩავწერეთ კიდევაც და ძალიან წარმატებულად. ქალბატონ ნუნუ დუღაშვილთანაც მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ქალბატონი მარიკა კვალიაშვილი, იცით თუ ვინმე ამაში ახლა დღეს არ მოხდა, ხო მე აქვე მომიტევონ და ჩვენ ყოველთვის გექნება. ლილიკოს შედარებით ახალი თაობის წარმომადგენელი და უფრო მეტად ჭირდება ალბათ დღეს დახმარება და ხელშეწყობა. ხო, ალბათ რა და ნამდვილად ჭირდება ახლა ის ასაკშია რომ მართლა თანადგომა თუ არ გაუწიეთ ჩვენი მხრიდან ალბათ სწორი იქნება და მით უმეტეს რომ ანსამბლ ქართულ ხმებს და ანსამბლ ფესვებს და იგივე ფორტეს აი ყველა ამ სამივე ჯგუფს ლილიკოს ძალიან ბევრი დიდი რეპერტუარი აქვს. ნუ ახლა ის იგივე მერაბ სეფაშვილს აქვს საკმაოდ რაღაც ამ ბოლო დროს მოვისმინენ არაჩვეულებრივი სიმღერა. იგივე თათარაშვილს აქვს თემურის ანუ ჩვენთვის კარგად ნაცნობი პოპულარული სიმღერები აჟღერდება ისევ ახლებთან ერთად. თვითონ ვარსკვლავი არ მიყვარს სიტყვა და ამდენად ყველა ეს ხალხი მიიღებს მონაწილეობას საკმაოდ ვფიქრობ რომ რაღაც კარგი საღამო იქნება, თითოეული საღამო თავისებურად გამორჩეული იქნება. ასევე ანსამბლ ფესვებზე მინდა ორი სიტყვა გითხრათ. და ძალიან მოკლე დროში ამ ანსამბლმა შეძლო ჩემი ახლა ძალიან ესეთი ურთიერთობა გვაქვს კარგი ბატონ დავითთან ამ ჯგუფის ხელმძღვანელთან და ამ მოკლე ხანში ამ ადამიანმა შეძლო რომ რეპერტუარი გააკეთა საკმაოდ საინტერესო. და თუ დავაკვირდებით ახლა რაღაც ერთი ჟანრის ჯგუფია ფესვების და ქართული ხმების, მაგრამ აბსოლუტურად განსხვავებული შესრულების უნარი, ნიჭიერების რაღაცა ხმათა თანხმედრა და ძალიან კარგი რეპერტუარი აქვს და ამდენად ვფიქრობ რომ ეს ხალხი ამ ხალხმა დაიმსახურა და ნუ ეს კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ეს მაყურებელმა შეაჩერა მათზე აქცენტი. რაც შეეხება ქართულ ხმებს მე ამ ხალხთან მეგობრობ და მე ამით ვამაყობ როგორც ძველ თაობასთან ისინი ჩემი მეგობრები არიან ასევე ახალი თაობა მე ესე ვიტყვი და მე მინდა რომ ამ ბიჭებმა შეინარჩუნონ აი ეს ძველი როგორც იტყვიან სული რა რაც დაუტოვა მათმა მშობლებმა და იმ ძველმა ქართულმა ხმებმა დიდმა თაობამ და აი სხვათა შორის ეხლა იყო ბატონ გოგიდოლიძისა და მიცხუნის საღამო არაჩვეულებრივად ჩაიარა ძალიან კარგი ჩანაფიქრი იყო და მე ვლოცავ მათ ამ პროექტის ორგანიზატორებს მართლა წარმატებას და აი გოგის ქონდა აი ესეთი მიმართულება რა აი როდესაც ანსამბლს ერქვა ჟურნალისტი ბევრს ვარ ლაპარაკობ საინტერესო ყოველთვის როდესაც ანსამბლს ჟურნალისტი ერქვა მე მათი კონცერტი უცხოეთშიც მაქვს ნანახი როცა მოგზაურობდი სიყო საფრანგეთში და ძალიან საინტერესო იყო თვითონ ის რომ აი ფრანგი მსმენელი ჯერ კიდევ მაშინ ხო მე ხარ ოდინდელ ამბავსები არც მახსოვს ალბათ 91-12 წლები თვითონ აი ფრანგი მაყურებლებიც აი გაოცებულები იყვნენ როგორ ასრულებდნენ როგორი პროფესიონალიზმი ჰქონდა ამ ჯგუფს და რაც შეეხება მათ აი აქ ქალაქში გამოსვლას გოგის ჰქონდა ესეთი მიმართულება აი ცოცხალი კონტაქტი მაყურებელთან რა ანუ აი ყველა სიმღერა ცოცხლად შესრულებული და ისე დახვეწილად და ისე აკადემიურად. ქართული ხმების შემთხვევაში არ შეიძლება ვილაპარაკოთ ცოცხალ და არაცოცხალ შესრულებაში. და ასევე ბატონ ზაურიზე მინდა ვისაუბრო ბოლქვაძეზე, ეს იყო ნუ ესეთი არაჩვეულებრივი დუეტი, საერთოდ მარტო დუეტი კი არა, კვარტეტი და საერთოდ დიდი ანსამბლი არის, იყო და არის კიდევაც. ძალიან დიდი წვლილი შეიტანა რა ძალიან დიდი წვლილი მე ბავშვობაში მახსოვს აი ხა ფილარმონია რო დავინახე სად იყო და როგორ იყო უბრალოდ ეს ასოცირებული მქონდა აი ამ ანსამბლთან რა როდესაც გამოდიოდნენ და რაღაც შემოთვლის ქალაქოს დაარტყავდნენ რაღაც კვარტეტულად ასევე რავი სხვა სიმღერები და ნუ ხა მე ჩემი მხრიდან ხოტბის შესხმა ნამდვილად არ ჭირდება მაგრამ მე მინდა მათ მადლობა უთხრა რომ საკმაოდ
საკმაოდ სერიოზული მუშაობა აქვს ჩატარებული ამ ხალხს. ანუ როგორც ჩანს ძალიან საინტერესო და ძალიან მართლაც ვფილ და ნამდვილ ქართულ კონცერტებს უნდა ველოდეთ ამ ფესტივალისგან ქართული სული და ჩვენი საუბრის ბოლოს მე არ შემიძლია არ კითხოთ ერთ ნამდვილ ვარსკვლავზე მინდა კითხოთ, ანუ ქალბატონი ირმა ნიორაძე, რომელიც თქვენი დიდი ოჯახის ერთ-ერთი წევრია, თქვენს კომპანიას ხომ არ აქვს დაგეგმილი მისი ჩამოყვანა საქართველოში, თუნდაც საგასტროლო და ქართველი მაყურებელი თუ ნახავს მის გამოსვლას უახლოეს მომავალში. ვიცით, სიმართლე რო გითხრათ, ეხა ისე გადატვირთული ვიყავი, მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ ჩვენ ადრე ქონდა ამაზე საუბარი, როდესაც გოჩა იყო ჩემი ძმა ჩამოსული. და გვინდოდა ირმამ პრემიერა იცევა მოსკოვში. ბალანჩინის საღამო იყო და საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა და რა თქმა უნდა გვინდა რომ რაღაც ესეთი დრო შევარჩიოთ და დავუშვათ ოპერისა და ბალეტის თეატრში ცით ჩამოვიდეს და აქ მარტო ირმაზე არ არის საუბარი, მას თვითონ არის თუ საუბარი გვექნება გააჩნია რომ სპექტაკლზე იქნება საუბარი და თუ იქნება იმაზე რომ რითიც წარსდგა მოსკოვში დაახლოებით 20-25 კაცი ესე ვთქვათ ტრუპა ბალეტის შემადგენლობა უნდა ჩამომზადნენ აქ და ეს იქნება რაღაც უნიკალური სანახაობა თუმცა ოპერის თეატრში დღეს როგორც იცით ხელმძღვანელობა შეიცვალა და საკმაოდ წარმატებით მიყავს ქალბატონი ნინო არის ჩვენი ოჯახის ძალიან ახლობელი ირმას როგორც მეჯვარი, ასევე ჩემი ძმის შვილის ნათლია გახლავთ და ვფიქრობ, რომ ისინი საკმაოდ კარგად და წარმატებულად შეთანხმდებიან და ჩამოიტანენ ამა თუ იმ ბალეტს. ჩვენ ყოველთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა არტ რუსთავი მიიღებს მონაწილეობას თუ პიროვნულად, ყოველთვის ვიყავით მასპინძლები და ყოველთვის ვიქნებით არა მარტო ირმას, არამედ ყველა ესეთი სასიხარულო მოღვაწეებისთვის, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწევიან თავიანთ შემოქმედებით ცხოვრებას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ შევეცდებით სათანადო ყურადღება დავუთმოთ თქვენს ფესტივალს და სათანადოდ გავაშუქოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ თქვენ სტუდიაში. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო არტ-რუს საპროდიუსერო კომპანია არტ-რუსთავის დამაარსებელი ბატონი ზურა ჩხაიძე. ჩვენ კი გემშვიდობებით ერთი კვირის ინფორმატორი კვირას რა თქმა უნდა ისევ თქვენთან იქნება. კარგად.